მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დღეს დიდი დღე გვაქვს. დღეს არის ლიტერატურული კონკურსის, საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის ემიგრანტის წერილის ფინალისტების კრებულის წარდგინება. და სიმბოლურად ავირჩიეთ ჩვენი დიდი ტაძარი, მისი დარბაზი და მინდა რომ აი ამ ჟესტით გზა დაუღოცო ჩვენს ემიგრანტებს მომავალი წარმატებებისაკენ და სამშობლოსაკენ. რომ რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდნენ, ჩვენ ერთმანეთს არ ვარგივართ და მინდა რომ ეს წიგნი საწინდარ ყოფილიყოს მათი დაბრუნების სამშობლოში. ეხლა რა მინდა მოგახსენოთ, ბევრი რომ არ შეგაწყინოთ თავი, მინდა რომ მე გახლავართ ამ წიგნის რედაქტორი. წიგნი გამოცემულია დიასპორის სამინისტროს აპარატის მიერ უშუალოდ. გამომცემელი გახლავთ საინფორმაციო სააგენტო ივერიონი, ხელმძღვანელი ბატონი ზაურ ნაჭყებია. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მას დღეს საკვესრება. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ასევე დიასპორის სამინისტროს, რა თქმა უნდა, ცხადია იმისთვის, რომ მხარ შემოგიდგა და ეს წიგნი დაგვეხმარა და გამოცემა მთლიანად ითხრა. კიდევ დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ასევე საქართველოს საპატრიარქოს, რომელმაც გასცა პრიზები ჩვენი გამარჯვებულებისათვის. კიდევ მინდა გაცნობოთ ის, რომ წიგნის ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში. მისი უშუალო ორგანიზატორები იყვნენ თესალონიკის ემიგრანტთა საერთაშორისო გაერთიანება და ქართული სალონი, რომლის ხელმძღვანელიც გახლავართ თქვენი მონა მორჩილი. ეს კონკურსი ჩატარდა გასული წლის ნოემბრის თვეში და ჩვენ ეს კონკურსი ჩავატარეთ საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში, რომელიც ჩაატარა ქართულ ემიგრანტთა საერთაშორისო გაერთიანებამ თესალონიკში. ეს კონკურსი მიზნად ისახავდა ჩვენი ემიგრანტი ავტორების შემოკრებას, გამომჟღავნებას, გამომზეურებას მათი ნაშრომების და სამშობლომდე მოტანას. ჩვენ ამ საქმიანობას გავაგრძელებთ მომავალშიც, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა პროექტმა და მე მადლობელი ვარ ყველა მონაწილის, ვინც ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო, ყველა ავტორის. აქ მონაწილეობდნენ თითქმის მთელი ევროპიდან, რუსეთიდან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ემიგრანტები. დღეს რამდენიმე აქ გვესწრება და ალბათ გამოვლენ და გაგვესაუბრებიან. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველას, იმიტომ რომ აქ არ არსებობს გამარჯვებული, აქ ყველა მონაწილე ამ კონკურსისა გამარჯვებულია. იმიტომ რომ მათი ხმა მოვიდა სამშობლომდე, მათი მესიჯი მოვიდა სამშობლომდე, ისინი შევიდნენ კონტაქტში სამშობლოსთან ამ წიგნით. მე ხლა თავს ბევრს არ შეგაწყეთ, ბევრს არ გესაუბრებით, მინდა ჩემი ერთი ლექსი წაგიკითხოთ, რომელიც ამას წინათ ემიგრანტებზე დავწერე და ამით დავამთავრებ ჩემ გამოსვლას, მერე უკვე სიტყვას გადავცემ ავტორებს და სხვა გამომსვლელებს. ლექსი ქვია უფესრებო ვარდნი. აქ მოხსენებულია ლექსიური პიროვნება ხათუნი, ბუჯი ხათუნი, ცნობილი მოგეხსენებათ თამარ დედოფლის, უბრალოდ თამარ მეფის შვილიშვილი, რომელიც თურქეთში იყო გათხოვილი და ძალიან დიდი გავლენად ასე პავლით სარგებლობდა იქ და მეორე გახლავთ ბაიდა ნაფისა, რომელიც ტყვეთ იყო ეგვიპტეში, ეგვიპტის ცნობილი დედოფალი, რომელმაც დაატყვევა ძალიან ბევრი მხრობელის და დიქტატორის გული და მათ შორის ნაპოლეონ ბონაპარტისაც. რამდენ მათგან სენატრების ანუკვარო, საფიცარი ხატება ხარ ქართულისა. რამდენ შვილით ვეღარ უნდა გაიხარო, რამდენი ყავს ხათუნი და ნაფისა.
რამდენი გყავს ნეული და მარტოსული, არა ვუღირთ გვირგვინები დაფლისა. ეს იზმრებათ წალკოტებით ანისლული, დაცრემლებით აზდენიათ დარდისა. უცხო მხარეს გული რა დარხვა რამზეობს, რა დარტკბება ხური უცხო გალობით, რა ანდამაც ასხივოსნებ ზეთამზეო, აგივსია უფე რაგვარ წყალობით, შენ ტაძარში მირონი რომ ატირდება, იქ ტირიან ანგელოზის თვალები, დაუშენოთ სულ ფუჭია იქ დიდება, ოქრო ვერცხლით, ზურმუხტიც და ლალებიც, იქ უცხოცას არ აქვს შენი საფირონი, არ ღმუიან ხევში ავიქარები, იქ ფუჭია თვით საქმენიც საგმირონი, არ სწორდება მათით შენი ვალები, იქ სადღაც შორს ვეღარ ათბობს შენი გული, კვდება სული შენთან ნანავარდები, სალონებში ბროლის ვაზებს შეხიზნული, იჭგნებიან უფესვებო ვარდები. ჩემთვის ცოტა ემოციური იყო ამ ლექსის წაკითხვა, იმიტომ რომ 20 წელი ვეცვჭნებოდი ზღვის სალონებში და ძალიან ნაცნობი გრძნობა არის და მაპატიეთ ცოტა ავყელდი. მინდა ეხლა სიტყვა მივცე ბატონ ზაურ ნაჭყებიას, ჩვენს გამომცემელს, ჩვენი კრებულის გამომცემელს. მადლობა ბატონო სუდან. მოგესალმებით ბატონებო და ხალბატონებო. მე მიხარია რომ მონაწილეობა მივიღე ამ კონკურსით გამოხატული შედეგების საბოლოო რეალიზაციაში, ანუ წიგნად გამოცემაში. რისთვისაც დიდი მადლობა მინდა უთხრა ხალბატონო სუდანს. მე მონაწილეობა მივიღე ასევე ემიგრანტ დიასპორის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც მოხდა დაჯილდოება კონკურსში გამარჯვებულების და შემიძლია გითხრათ, რომ კონკურსმა მიზანს მიაღწია. ეს არის კეთილშობილური ჩანაფიქრი ჩვენს თანამემამულეებს, სამშობლოდან იძულებით გადაადგილებულებს, გაქცეულებს შეიძლება ასე ვთქვათ, მიეცათ საშუალება ფურცელზე გადაეტანათ ის ტკივილი თუ სიხარული, რომელიც ახლავს ერთის მხრივ სამშობლოდან წასვლას და მეორე მხრივ მონატრებას. რადგან ემიგრაციაზე და ემიგრანტებზე ვსაუბრობთ, მინდა გამოვხატოთ ჩემი დამოკიდებულება ზოგადად ემიგრანტების მიმართ და საერთოდ იმ პრობლემის მიმართ, რომელიც ძალიან დიდ საშიშროებას უქმნის ჩვენს ქვეყანას. მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა სტატისტიკის ინფორმაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოსთან გასულია 1,400,000 ადამიანი. ეს და დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს ცხოვრობს 3,740,000-მდე. ეს არის კატასტროფა, ეს არის საგანგაშო ინფორმაცია, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა კარგავს თავის ინტელექტუალურ პოტენციალს უპირველესად და იმ რესურსს, რომელმაც უნდა აშენოს საქართველოს მომავალი. მე შეგნებულად ვთქვი სიტყვა იზოლებითი ემიგრაცია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები გარბიან საქართველოსდან, რომ პური არსობისა იპოვონ. ანუ ყველაფერი ეს იწყება კუჭის პრობლემიდან, ოჯახის შენახვის პრობლემიდან. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ქართველი კაცი დღეს მით უმეტეს 21 საუკუნეში ჩაკეტილი იყოს იმ სივრცეში, რომელსაც საქართველო ქვია, მაგრამ როცა ეს იძულებითი ნაბიჯია, როცა შენი გამგზავრება საქართველოდან არ ემსახურება მთავარ მიზანს, გაამდიდრო შენი ცოდნა და გამოცდილება ახალი ენერგიით, ახალი სწავლით, შემეცნებით და დაუბრუნდა ისევ შენს ქვეყანას. აი, მაშინ გამართლება აქვს ემიგრაციას და ემიგრანტობას. მაგრამ დავუსვათ კითხვა, რატომ გარბიან ქართველები საქართველოდან და რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ისინი დააბრუნოს თავის სამშობლოში. სამწუხაროდ, პირველ დღეს, როცა იყო დიასპორის დღეები, ვერც მთავრობამ და ვერც სხვა გამომსვლელებმა ვერ გასცეს პასუხი კითხვაზე, რას აკეთებს ქვეყანა, რომ დააბრუნდეს ისინი. ან მოწოდება ცარიელი, რომ დაბრუნდეთ საკუთარ ქვეყანაში.
რამდენად არის ეს ზნეობრივად გამართლებული. მაშინ როცა იციან საქართველოში რომ დაბრუნდებიან, აქ ელოდებათ უმუშევრობა, ის პრობლემები, რომელსაც გაექცნენ. მე ცოტა თემას გადავუხვიე, მაგრამ ეს არის ისეთი პრობლემა, ემიგრაცია და საქართველოს ქართველებისგან დაცლა, რომ უახლოეს მომავალში ეს ძალიან დიდ პრობლემას შექმნის და დიდ საშიშროებას შეუქმნის ჩვენს მომავალს. რაც შეეხება კონკურსს, სხვადასხვა მე პროფესიის ჟურნალისტი გახდაბარ და დიდი ხანია საგამომცემლო საქმიანობას ვეწევი და როგორც გამომცემელმა გულდასმით წავიკითხე ყველა ნაწარმოები და შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ ეს არის გულიდან წამოსული სტრიქონები, სადაც ჩაგვენთილია ის ტკივილი და სიხარული, როგორც ადრე გითხარით, რომელიც ახლავს ემიგრანტის ცხოვრებას. ვერ ვიტყვი, რომ მარგალიტები იღურება ფურცლებიდან მეთქი, მაგრამ არის ძალიან ლაღი, ძალიან გულწრფელი, ზოგჯერ ტკივილამდე დასული, დამაფიქრებელი. ხანდახან შეიძლება ისეთი განცდაც გამოიწვიოს, რომ აგაცრემლოს. ზოგიერთი მათგანი ნამდვილად მომეწონა, განსაკუთრებით მომეწონა და მე ახლა ახალი დაფუძნებული ლიტერატურის ჟურნალი გახლავთ გზაჯვარედინი და რეკომენდაციაც მივეცი, რომ რამდენიმე ესე და ლექსი დაიბეჭდოს იმ ჟურნალში, აქედან გადაიბეჭდოს და დაიბეჭდოს ჟურნალში. ამით კონკურსის ორგანიზატორებმა ორი საქმე გააკეთეს. ერთი ის, რომ თანამემამულებს მიეცათ თავიანთი ემოციების გამოხატვის საშუალება და მეორე ისიც, რომ ქართველ მკითხველს დაენახა ის სირთულეები და სიზნელეებიც, რომელიც ახლავს საქართველოსთან დაშორებას. მე მინდა მივლოცო ყველა მონაწილეს კონკურსის, არ აქვს მნიშვნელობა ის გამარჯვებულია თუ არ არის გამარჯვებული, ვინც მონაწილეობა მიიღო და საკუთარი ხედვა წარმოადგინა კონკურსის წინაშე. განსაკუთრებით მინდა მივლოცო გამარჯვებულებს, რომლებსაც უკვე მიეცათ სტიმული მომავალში უფრო დახვეწილი, შინაარსობრივად გამდიდრებული ნაწარმოებით შეხვდნენ ახალ კონკურსს. ქალბატონ რუსუდან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ მე მომეცით საშუალება ყოფილიყავი მონაწილე და პატარა წვრილის შემეტანა ამ დიდ საქმეში ჩათვალეთ თქვენს გვერდით ვიქნები ყოველთვის ყველა კეთილდღეობის საქმეში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენ აქ გვესწრება დღეს ჟურნალისტი ბატონი გვანჯი მანია. ბატონო გვანჯი, ხომ ვერ გვეტყვით 2-20 სიტყვას? ქალბატონ რუსუდან დიდი მადლობა, რომ ამ ხალხმრავალ აუდიტორიაში გვამჩნევთ. მადლობა მოწვევისათვის. მე ემიგრანტულ ლიტერატურას შეიძლება ითქვას აი ამ დიდი მოვლენების შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა, შესაძლებელად გავეცანი იმ პუბლიკაციებით, ახლა კიდევ აი გვეძლება საშუალება ის განცდები ვნახოთ და წავიკითხოთ, რომელიც აი ამ დამოუკიდებლობის შემდეგ აქედან გასულ ადამიანებს, როგორც ჩვენ წინ გამოსულმა ბატონმა ბრძანა, თითქმის 1.5 მილიონია წასული. მე პირადად მიცხოვრია ერთი 5 წელი სხვა რესპუბლიკებში, ახლა ევროპაში არ ყოფილვარ, თურქეთში, რუსეთში და შუა აზიის რესპუბლიკებში და განცდილი მაქვს, რას ნიშნავს სამშობლოს გარეთ ყოფნა. და სულ სხვა არის, როცა ბედისაძიებლად, ლუკმაპურისაძიებლად გასული ხარ ძალიან დიდ გზებზე და ძალიან ბევრი ადამიანია თვით ჩემი მახლობელი, ძალიან სისხლი და ხორცი ევროპასა და ამერიკაში. მე მინდა ქალბატონო, აი ამ წამოწყებისთვის, ამ საქმიანობისათვის, რასაც თქვენ ეწევით, გულითა და სულით მოგილოცოთ წარმატება მინდა უსურვო ყველას და საქართველოში უფალმა ინებოს, აი ტაძარში ვართ და ყველაფერი ისე წარმართული იყოს, როგორც ერთსა და ქვეყანას გაუხარდება
უმეტესი ნაწილი განსწავლული და გაძლიერებული დაბრუნებოდეს ჩვენს ქვეყანას, რომ უკეთესი აი ესეთი საქართველო როგორც ილია ჭავჭავაძეს, დავით აღმაშენებელს, სვიად გამსახურდიას გაუხარდებოდა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. მე ახლა დიდი სიამოვნებით და სიხარულით მინდა სიტყვა გადავცე პედაგოგთა სამართლებრივი დაცვის კავშირის თავმჯდომარეს ბატონ გოჩა ბურგენიძეს. თხოვთ ბატონ გოჩა. დიდი მადლობა ხალხო რუსთან მოწვევისათვის. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. თქვენი სახელით და საქართველოს მასწავლებლობის სახელით მინდა მივესალმო უცხოეთში მილიონზე მეტ გადახვეწილ ქართველ ემიგრანტს. სალამთან და მოკითხვასთან ერთად მინდა უღრმესი მადლობა გადავცე მათ თავიანთი ბაშკაცობის, გაუტეხელი ნებისყოფის, შრომისა და გაღატაკებულ საქართველოში მილიარდი დოლარის გამოგზავნისათვის. მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელმაც მიატოვა ჯერ მარტო ჩემს სკოლაში, სადაც მე ვიყავი დირექტორი, 6 პედაგოგია უცხოეთში წასული. ქალბატონი რუსუდანიც ისე შემოადგენელი გახდათ ასოციაციისა, ისიც 20 წელიწადი იყო ესე წასული. მე განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩვენი ქალები. სიგიჟემდე ვიყავი შეყვარებული ქართულ ქალზე. სიგიჟემდე. და აი ამ ძნელბედობამ, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ 20 წლის მანძილზე, კიდევ ერთხელ გამამხნება, ამამაღლა და მომცარ წმენა, რომ ვიდრე ქართველი ქალი იარსებებს პლანეტაზე, ქართველიერი დაუმარცხებელი. ეხლა რაც შეეხება ამ შესანიშნავ წიგნს, საერთოდ ჩემს სამშობლოს ბედმა არ გუნა, რომ თავისი სილამაზით, კაცი იყო თუ ქალი იყო, თავისი ხმლით, თავისი გონიერებით, თავისი ნიჭიერებით, თავისი სულიერებით უნდა დაეპყრებინა კაცობრიობა. დაწყებული პალესტინიდან, სირიიდან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან დამთავრებული ავღანეთამდე. რამდენი სილამაზე, რამდენი მკლავი, რამდენი გონიერება ჩაიმარხა უცხო მიწაში, მაგრამ თესლი გონიერების და ქართველობისა ყველგან ესე იგი ბრწყინავს. კაცობრიობას ეგონა რომ მარტო პლატონი და არისტოტელე იყვნენ დიდი ფილოსოფოსები. თურმე ქართველი კაცი იონისე აროპაგელის ყოფილა უდიდესი ფილოსოფოსთა შორის. რუსთაველიც ყოფილა უდიდესი პოეტთა შორის. მადლი რუსუდანს, რომ ასეთი დიდი ადამიანებისა და ერიშვილების განგრძელებელთა ნამოღვაწარი წიგნად აკინძა და ესე იგი ჩვენ მოგვიტანა. უღრმესი მადლობა ქალბატონ რუსუდან, შენი მამულიშვილობისთვის, შენი სამსახურისთვის, შენი აქტიურობისთვის, დღევანდელი საღამოსთვის და თითოეულმა ჩვენთაგანმა ყველა ქართველს უნდა მოუვარო და უპატრონოთ. ყველა ქართველს ისე მიდის საქმე და თუ საჭირო იქნება, კაპიკებიც ამოიღოთ ჯიბიდან და დავაპუროთ იგებაც. მადლობთ ყურადღებისათვის. ეხლა ჩვენ ბავშვებს დაუთმო სცენა, რამდენიმე 1-2 სიმღერა შეგვისრულონ ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის მოსწავლეთა გუნდი გახლავთ დღეს ჩვენი სტუმარი და 1-2 სიმღერა შეგვისრულონ.
მეცნიერებათა აკადემიის სწავლული მდივანი, ოკეანოლოგი ბატონი მელორ ალფენიძე. ვთხოვთ ბატონ მელორს. ქალბატონებო და ბატონებო, მე უკვე მერამდენედ ვესწრები ქალბატონი რუსუდანის მიერ ორგანიზებულ ისეთ შეხვედრებს, რომლებიც უბრალოდ არ ჩაივლის და ძალიან დიდ ემოციებს იწვევს ჩვენს გრძნობის ორგანოებზე, პირველ რიგში სულზე. ეს არის განუმეორებელი რამ, როცა ჩვენ აღვნიშნავთ 21 საუკუნეში ემიგრაციაში მყოფი ადამიანების შესახებ ვაკეთებთ შეხვედრებს და როგორ ვთქვათ, გვინდა რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მანძილი გვაშორებს მათთან, ეს მანძილი იყოს ძალიან შემოკლებული და ახლო ურთიერთობა გქონდეს მათთან. მოგეხსენებათ, მე გეოგრაფოსი ვარ და ეს მთელი სამყაროს შეცნობა, დედამიწის შეცნობა ასე თუ ისე მეხერხება და ვფიქრობ, რომ ადამიანი სადაც არ უნდა იყოს, ის თუ სულით და გულით თავის სამშობლოშია, იქ რასაც ის აკეთებს ცოტა მოშორებით, ის მაინც საქართველოსთვის კეთდება. მე ჩემდა სამარცხვინოდ აი ახლა ხარ ნახე ეს წიგნი და ერთ-ერთი გადაშლისას ნახე ერთი ასეთი ნოველა ბოქოლიშვილის ჭამიდან ჭამამდე ცხოვრება. მე მგონი ასია. ცხოვრება ჭამიდან ჭამამდე. უკაცრავად რომ ეს ტერმინი ვიხმარე, ეს არის ისეთი რამ, როდესაც ადამიანს უხდება თავისი შრომის გაწევა ჩვენი ქვეყნიდან მოშორებით, რომ სწორედ ეს კვების პროდუქცია შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა თავისი ბუნებრივი პირობებით და რესურსებით არც ერთ იმ ქვეყნებს არ ჩამოვარდება, სადაც ეს ჩვენი ხალხი განიცდის, ასე თუ ისე, ან საკუთარი თავით დევნას, სურვილით დევნას, ან ჩვენი სახელმწიფოს მიერ დევნას. ადრეს და შემდგომშიც და დღესაც და ალბათ ცოტა ხანს ასე გაგრძელდება კიდევაც. იცით, როდესაც ქვეყანა გააქვს, სადაც ყოველი სეზონი ის გაზაფხულით, ზაფხულით, შემოდგომაც, ზამთარშიც კი შესაძლებელია პროდუქციის მოყვანა, საკმაოდ ჯანსაღი პროდუქციისა, როგორც იტყვიან ეკოლოგიურად სუფთასი, ჩვენ ესე იგი სადღაც მივიმგზავრებით, შორს მივიმგზავრებით და იქიდან წერთ აი ასეთ გულის სამაჩუყებელ ნაწარმოებებს. ჩვენ კი აქ წერთ მის შესახებ, ასევე მათ და ჩვენი შეწუხების გამომხატველ სიტყვებით აღწერილ სხვადასხვა ნოველებს, ესეებს, ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, რომანებს, რა ვიცი. დიდი მადლობა ქალბატონი რუსუდანს კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ მეც შემამჩნია ბატონი გვანჯიმ ბრძანა და ესე იგი მეც უნდა იგივე გავიმეორო. ჩვენი შემართებით თქვენ გვერდში ვიქნებით ასეთ სასიკართლო და საუკეთესო საქმეში. დიდი მადლობა. ეხლა დადგა რიგი ჩვენი ფინალისტებისა. მე მინდა დიდი სიყვარულით მოვიწვიო სცენაზე ჩვენი კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტი, ქალბატონი გიული ჩქარეული, რომელიც ემიგრანტი გახდათ და ახალი ჩამოგზაურებულია ესეც საქართველოში. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენს წინაშე გამოსვლა. მაგრამ სანამ მე ჩემს ლექსს წავიკითხავდე, ცოტა სხვა კუთხიდან დავიწყებ ჩემს საუბარს. სანამ ეს კონკურსი ჩატარდებოდა,
იქამდე ერთი წლის წინ დაახლოებით ქალბატონმა თამარ ლომიძემ და ქალბატონმა მარინა ხარხელაურმა ასევე მოუყარეს თავი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტული ემიგრანტების შემოქმედებას ის ერთ წიგნად სამშობლოს სურნელად აქციეს და მოიტანეს ჩვენამდე, თქვენამდე. ეს არ იყო კონკურსის სახით ჩატარებული შემოქმედება, ეს იყო უბრალოდ აი ამ ქალბატონების დიდი სურვილი იმისა, რომ უცხოეთში მყოფ ქართველების ტკივილი, ემიგრანტების ტკივილი მოეტანათ ჩვენამდე. და აი ერთი წლის შემდეგ ქალბატონმა რუსუდანმა, რომელიც თვითონაც ემიგრანტია, იცის ემიგრანტის ტკივილი, იცის ის თუ როგორი ცხოვრება უწევთ იქ ემიგრანტებს, როგორი ტკივილის გადატანა უხდებათ, როგორი ფიზიკური დატვირთვით მუშაობენ ისინი და რამდენად ძნელია ეს, მე მგონი არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს იმისა, რომ გამონახოს დრო აი ასეთი ფიზიკური დატვირთვის პერიოდში შემოქმედებისათვის, სულიერი საზრდოსთვის დაწეროს ის ტკივილი და მოეტანა ის თქვენამდე. აქ ამ წიგნში გამარჯვებულები და არ გამარჯვებულები არ არსებობენ. ვინც კი მიიღო მონაწილეობა, ყველა გამარჯვებულია. ნამდვილად, იმიტომ რომ აქ იყო რაღაც ალბათ სტერეოტიპები, რაშიც უნდა ჩატეულიყო ეს კონკურსის პირობებში, ეს ამა თუ იმ პოეტის თუ მწერლის შემოქმედება. ამიტომ ალბათ ზოგმა უპასუხა მოთხოვნას, ზოგმა ვერად, აი ამიტომ მოხდა ეს, ზოგი მოხვდით ამ წიგნში, ზოგი ვერ. მე ერთი რამე მინდა ვთქვა, მინდა უდიდესი მადლობა გადაუხადო ქალბატონ რუსუდანს, აი ამ უაღრესად დიდი, შრომატევადი, ტკივილიანი საქმისათვის, შრომისათვის. არ არის ასეთი იოლი, ვინც გადაშლის ამ წიგნს და ჩაიხედავს, მიხვდება რამდენი ცრემლია. არ არსებობს ერთი ავტორის ლექსიც ან მოთხრობა, რომ წაიკითხო და თვალზე ცრემლი არ მოგადგეთ, იმიტომ რომ ისინი და ჩვენ ვცდილობთ აი ეს ტკივილი, ის მონატრება, ის სევდა, ის ნოსტალგია გადმოგვეცა აი იმ ჩვენს ნაწარმოებში. მე პირადად ვეცადე მარტო ჩემი ტკივილი, ჩემი მდგომარეობის სამსახველი ლექსიკი არ დამეწერა, მინდოდა ყველა ქართველი დედის ტკივილი მომეტანა საქართველომდე. თუ როგორ ცხოვრობთ იქ უცხოეთში, როგორ გვენატრება ჩვენი შვილები, ჩვენი ფუძე, ჩვენი ოჯახი, რის ფასად გვიჯდება იქ გატარებული ყოველი წელი, ყოველი საათი, ყოველი წუთი. 20 წელია საქართველოდან ვარ წასული, 20 წელი 20 დღე არ არის, ძალიან ბევრია. და აი ბატონმა ზაურ ნაჭრებია აღნიშნა, რომ ჩვენი მთავრობა არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი თანამემამულეები უკან დაბრუნდნენ. ვაკეთებს კი არა, ჩემო ძვირფასებო, 25,000 ქართველ ემიგრანტს ჩამოგვართვეს საქართველოს მოქალაქეობა. რომელ დაბრუნებაზეა აქ საუბარი? დაბრუნებაზე კი არა, ეს არის იმის პირობა, რომ ფესვებიდან მოგვიკვეთონ, მოგვიჭრან ფესვები, რომ ვეღარ დაბრუნდეთ. ჩემს უკან 10 ადამიანი დგას, ჩემი ოჯახის წევრები. მე თუ საქართველოს მოქალაქე არ ვიქნები და ვერ ჩამოვალ საქართველოში, თავისთავად ისინიც ხომ ვერ ჩამოვლენ. აი ამ 25,000 ქართველის უკან რამდენი ასეთი 10 და მეტი ოჯახის წევრია, ისინიც ხომ დაკარგულები არიან საქართველოსთვის. აი პირველ რიგში ეს უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ ქართველს უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა. ჩვენ არა ვართ მარტო პირადი კეთილდღეობის გულისთვის წასულები. ჩვენ აქ რამდენიმე ჩვენს მხრებზე დგას თითქმის საქართველო. მე არ ვცვენია ამისი თქმა, ამიტომ ყველას მოვალეობა, ყველას მარტო საუბარით არაფერი არ გამოვა, თუ ყველა ერთად არ დავდექით, არ შევძელით ის, რომ აი ამ ჩვენ ქართველებს დაუბრუნდეთ მოქალაქეობა მაშინ, როდესაც ვიღაცა აფრიკელს ჭავჭავაძეობა და წერეთელობა უნდა და ის ქართველი, რომელიც აი ამ წიგნში თავის ტკივილს გადმოსცემს, ის საქართველოსთვის დაკარგული უნდა იყოს. არ მიცხოვრია. მე ვერ ვიცოცხლებ უსამშობლოდ, არც მიცხოვრი, არც ერთი წუთი. ძარღვში ბობოქრობს ქართული სისხლი დაყოვლის შემქმნელს მადლობას უთვლის, რომ გამაჩინა იმ ქვეყნის შვილად, ვისაც ფესვი აქვს ძირმაგარ მუხის, თუნდ ზამთრის სუსხმა მოუზროს კვირტი გაზაფხულს, მაინც მადლობას უთვლის.
არ მიცოცხლია წლები, რომლებიც შემომეძარცვა უცხო მიწაზე, მრავალი წლების მიუხედავად არც მან მიმიღო, ვერც მე ვიწამე. არ მიცხოვრია ის წლები, არა, ეს იყო გრძელი ღამის სიზმარი. ვერ გავხდი სხვისი შვილების დედა, ვერ გავხდი სხვისი ქვეყნის ხიზანი. ქართველი ვარ და ქართველად ვკვდები, ეს არის ჩემი დიდი ღირსება. ჩემს ქართველობას თუ ვუღალატე, ქართული მიწა ნუც მეღირსება. ნუ თუ სიცოცხლე ერქვა სიცოცხლეს, ტკივილითა და ბურუსით სავსეს, ხატთან ლოცვაში გადმოღვრილ ცრემლებს, სანთელს უთქმელი სატკივრის დამცლელს. ამ ლექსზე შეიქმნა შესანიშნავი სიმღერა. კომპოზიტორი გახლავთ ახალგაზრდა კომპოზიტორი სოფი რაფაელა და შესანიშნავი სიმღერა იყო ამ კვირას გავიდა სარწმუნოების არხზე ამ სიმღერის პრეზენტაცია და მე მინდა თქვენთან ერთად მიულოცო ქალბატონ გიულის მისი სიმღერის პრეზენტაცია და მრავალი წარმატებული მუსიკალური ნაკლებები და კიდე. ეხლა მინდა ჩვენი საყვარელი ყველასათვის ძვირფასი და საყვარელი ქალბატონი მოვიწვიო მიკროფონთან. ეს გახლავთ ქალბატონი ბელა ალანია. მოგესალმებით. არაფრით არ შემეძლო დღეს არ მოვსულიყავი და არ მოვფერებოდი ჩვენს ემიგრაციას. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სამშობლოს გარეთ მუდმივად სამშობლოს ეძებენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი შვილის სუნთქვას მოწყვეტილები, 10,000 კილომეტრი დაცილებულები, კლავენ დროს, დაუნდობელია დრო მათ მიმართ, დაუნდობელია რეალობა მათ მიმართ. თქვენ წარმოიდგინეთ დედა, რომელსაც წლების განმავლობაში საკუთარი შვილის სუნთქვა არ მოусმენია. თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენი ქალები, რომლებიც როგორც დედა გმირები და ხშირად ვიხსენებ იმ ფოტოს სამშობლო დედა გეძახის. აი სწორედ ასეთი დედები არიან წასულები ჩვენგან და არა მარტო საკუთარი შვილების, საკუთარი ოჯახის გადასარჩენად. ისინი მიდიან მეტწილად მეგობრების, ხშირად მეზობლების, ხშირად ბიძაშვილების, დეიდაშვილების, ყველას გადასარჩენად, რამდენი ვინმეს პატრონობა აიღეს მათ თავიანთ სუსტ მხრებზე. და თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენ ტკივილს გრძნობენ ისინი. და ამ დროს გვერდში, როდესაც გამზიარებელიც არავინ არ არის, ასეთმა ქალებმა აიღეს კალამი, ასეთმა ქალებმა ჩაიხუტეს კალამი და ეს კალამი გახდა მათი მესაიდუმლე. და ეხლა ამ კალმის შედევრები, მე ვიტყვი რომ შედევრები, ასე ლამაზად გადმოიღვარა ამ წიგნში, რომელიც ქალბატონმა რუსუდანმა თავი მოუყარა და ასე ლამაზად გადმოსცა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ეროვნული საქმე გააკეთა და უღრმესი მადლობა თქვენ ქალბატონ რუსუდან. თქვენ შეეცადეთ, რომ ეს მარგალიტები არ გაპნეულიყო, არ დაკარგულიყო და არ ყოფილიყო ჩვენი ყურადღების მიღმა და ეს უდაოდ ძალიან დიდი საქმეა. იმიტომ რომ სანამდეც ჩვენი სამშობლოს გარეთ იარსებებს თუნდაც ერთი ქართველი, ჩვენ ყოველთვის გვექნება მონატრების ტკივილი და მას ყოველთვის ექნება სამშობლოს სიშორის ადგილი, ეს გრძნობა. რა ვქნათ, რომ ჩვენ ქართველებს ესე ძალიან გვიყვარს სამშობლო და ალბათ ამაშიც უნიკალურები ვართ საერთოდ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ არსებობთ, მადლობა თქვენ აფერუმ თქვენ ქალობას, თქვენ ასე საგოგმანებლად, ესე ლამაზად უცხოეთში რომ წაიღეთ საქართველო და უცხოეთიდან რომ ჩამოიტანეთ ისევ ასე სათუთად შენახული ჩვენი საქართველო. მადლობა თქვენ და კიდევ დღეს ვიტყოდი, რომ დღეს არის ძალიან ლამაზი დღე, დღეს არის ლომისობა და გფარავდეთ მისი მადლის სრულიად ყველას და გაიხარეთ.
მეგობრებო, ეხლა ჩვენთან დღეს სპეციალურად მოვიდა ჩვენი მამშალია, ასევე ძახინმე, თამარ ალადაშვილი, რომელიც შეგვისრულებს სიმღერას ემიგრანტებზე. მოგესალმებით, გოდის გიხდით დაგვიანებისათვის, მაგრამ გილოცავთ დღევანდელ დღეს, შეგეწიოთ. ლომისის მადლი გვარავდეთ. პირველ სიმღერას შეგისრულებთ ჩვენი თეონას სიმღერას, რომელმაც მიუძღვნა ემიგრანტებს და ჩემთვისაც ძალიან საყვარელი სიმღერაა ეს და ზუსტად ვიცი რომ თქვენთვისაც. შეგისრულებთ მეორე სიმღერას, რომელიც ტექსტიც და მუსიკაც ჩემი გახლავთ და ვეცადი ამ სიმღერით მეთქვა ემიგრანტების სათქმელი და აქვს იმედი რომ რაღაც გამომივიდა. შენიც სადაფილიგები ჩემია
წერის წერილები დავთვალე ვერ გეწევი წამოდგომა მაცალე მე ნატარები უცხობა ძნელია ცრემლიანი დედაც მომანატარები შენით სადაბილიგები ჩემია დაბრუნება მინდა მაგრამ ძნელია დაბრუნება მინდა მაგრამ ძნელია უღმესი მადლობა თავმოყრებაც გაიხარე. ეხლა ისევ დაუბრუნდეთ ჩვენს ფინალისტებს და მე მინდა ბატონ გივი ჩივრინაძეს გადავცე სიტყვა. გახლავთ პრიზიორი, მეორე პრიზის მფლობელი გახლავთ ჩვენი კონკურსის. პროზა, ნომინაცია პროზაში, მაგრამ დღეს ლექსს წაგვიკითხეთ. მოგესალმებით ყველას, გილოცავთ დღევანდელ დღეს. რა თქმა უნდა, ემიგრაცია ჩვენი დიდი ტკივილია. ასეთი რამ, ასეთი დრო არ დადგომია საქართველოს, რომ ამდენი ხალხი გასულიყო გარეთ და თან ასე უნდა გეშოთ, რომ მათი დაბრუნების არაშას ჯერ. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა ეცადოთ, რომ ეს დიდი პრობლემა მოგვარდეს როგორმე. მე ესე ვფიქრობ, რომ ეს კონკურსი სწორედ ამ პრობლემას ეხმაურება. კარგია, რომ ჩატარდა ესეთი კონკურსი. კარგი ნაწარმოებები დაიწერა, მადლიერი ვარ იმაზედაც, რომ მოგცეთ ჩვენ საშუალება აქაურებსაც, ვისაც ემიგრაცია არ გაგვიცდია, დაგვეწერა ჩვენი ნაწარმოებები და წარგვედგინა ჟიურისათვის. დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა დიასპორის სამინისტროს, დიდი მადლობა ქალბატონ რუსუდან თქვენ, რომ თქვენ ხართ სულის ჩამდგმელი ორგანიზატორი და ყველაფრის შესრულებელი ამ კონკურსით, ეს ყველა მიცით კარგად. და იმედია, რომ ეს კონკურსი გაგრძელდება მომავალშიც და თავის წყვილს შეიტანს როგორც ემიგრაციის პრობლემების გადაწყვეტაში, ისე ქართულ ლიტერატურაში. მე მოთხრობა მქონდა, მოთხრობა შესული ჩემი ამ კრებულში. მე ჩემი გმირი დავაბრუნე სამშობლოში და კარგი იქნება თუ ისე დაბრუნდება ყველა. მაგრამ ახლა ამ მოთხრობაზე აღარ ვისაუბრებ. ერთ ლექსს აგეკითხავთ. ეს ლექსი არ ეხება ემიგრაციას, მაგრამ ეს არის იმ სიყვარულზე, რაც უნდა გავაჩნდეთ ჩვენი ისტორიის, ჩვენი წარსულის მიმართ. ეს არის მოხურის კივრები. მოხვარი ჩემი სოფელი საჩხერის რაიონში და აი ამაზე ეს ლექსი. ზებირი განმოცემებითა და ეთნოგრაფიული მასალითაც დასტურდება, რომ მე-19 საუკუნისა და მე-20-ის დასაწყისში ჩვენთან საჩხერის რაიონის სოფელ მოხვაში მრავალი სკივრი მზადდებოდა, რომლებიც მთელ იმერეთში ვრცელდებოდა და უმეტესად სამზითოდ გამოიყენებოდა. საქორწინოდ ვამზადებდით სულ ღვთისაგენ აღმაცქერით, მოხურს სკივრებს, მოხატულებს ის სხივებით ალმაცერით. ჩვენს ტყეებში იჭრებოდა სხვადასხვა ხე, მეტად ცაცხვი, კეთდებოდა საწნახელი, სკივრი, გობი, კოდი, ვარცლი, ხარურემზე სკივრი, სკივრზე ლამის ქოხის ნახევარი, საჩხერისკენ მიდიოდა წინაპართან ახელავი. იმ სკივრებით თხოვდებოდნენ, ჯვარს იწერდნენ უფრის კართან, ბარბარე და მელანია, თეკლა, მაკრინე და მართა, და ვისაც კი მიყვებოდნენ თეოფილე, გაბრიელი, შანშე, სიკო და ლაზარე ყველა იყო მადლიერი. მადლიერი პირველ ყოვლის, სიყვარულის, სახალგზისთვის, მერე კი მოხურის სკივრის, საბადაზლოს მთავარ ვზითვის და პატარა პატარძლები ჩვენს ნაკეთებ თავის ვზითებს, ორიდებით გამდნენ მუდამ ახალ სახლში, პირით მზისკენ. წუთისობილს მთელ სიგრძეზე იმ სკივრებში ინახავდნენ ახალ კაბას ამ კაულებს, ფარჩასა თუ დილა ხავერს, რაც იყიდეს და მერე კი სიხარულით შეიკერეს, სულ სათუთად დაგეცილებს ვარდის, ცის და სიზმრის ფერებს. ასე დებდნენ მოწიწებით ხატებს, ლოცვით მონაფერებს
და რაც რამე სანუკვარი მოხვდებოდა იმ ხელებს, ხოლო მერე როცა უკვე შვილიშვილებს შეუმღერეს, იქ პატარებს უნახავდნენ ჩურჩხელებს და თაფლაკვერებს. იქნებ ახლა კვლავ გიმშვენებს სარდაფებს ან უფრო სხვენებს, ის სკივრები მოხატული ბებიებს რომ გაგვახსენებს, ჟამი აქრობს ყოველივეს მას ვერავინ გააჩერებს, რაღა დროის სკივრებია, თუ არ გინდა არს გაჩვენებ, მაგრამ მაინც გევედრებით იმ ძველ სკივრებს, ყავლგასულებს, კოდებს, გიდლებსა და კალათებს, ნურვინ დაუფასურებს, ჭურებსა და ორშიმოებს, ჩაფებს, დოკებსა და სურებს, რაზეც ხელის სითბოდა რჩად ამ ქვეყნიდან გარდასულებს, სიყვარულით რაც გვახსენებს, ხსოვან კაცებს დაასულებს, ნუ დაკარგავთ, გაუფრთხილდით წინაპართა ლამაზ სულებს. მოусმინოთ ჩვენს ფინალისტს, ქალბატონ პოეტს ნინო მოდრეკილაძეს. ემიგრაციაში არასოდეს ყოფილვარ და მადლობას წირავ ამ პროექტს, რომ საშუალება მომეცა ჩემი ერთი ლექსით მაინც მოვფერებოდი ჩვენს ემიგრანტებს. არ გიღალატებ. გზა სამშობლოდან ცრემლით ვბანე, დროც იქ გაჩერდა. არ გამიკვალავს ეკლიანი ბილიკი თითქოს, ღმერთო არსად ჩანს მზის შუქი და გამონათება, გული თბილი სულ გაზაფხულს და გვირილებს ითხოვს. თაწმინდის მხარზე ჩაწინებულ ვარსკვლავთა თოვას, წარსულთან აწმყოს ჩუმპაემანს ნარი ყალაზე, საქართველოსთან ყოველ ღამე მართავს საუბარს, სიცხიანივით ვიმეორებ, არ გიღალატებ, დავბრუნდები, თუმცა ხარ შორი, გზა მიჯნურების ფიქრებივით უსასრულოა. ენძელებს ვნატრობ ხელისუფნის უკვალავ თოვლში და გაზაფხულზე დინარეთა უნაპირობას. მე შენთან დამრჩა შვილიც, დედაც, ძმაც და თვით ღმერთიც და საფიცარი საფლავები, ბავშვობა, ყრმობა, საქართველოთი ავადმყოფი მუდამ ვიქნები, მატარებელი სამშობლოსკენ ვიდრე არ მოვა. მეგობრებო, მინდა ეხლა მოვიწვიო მიკროფონთან ყოფილი ემიგრანტი, პირველი ემიგრანტული კრებულის სამშობლოს სურნელის ავტორი, ქალბატონი, მხატვარი და პოეტი თამარ ლომიძე და ბატონი სვენ ბოგე. მეუღლე გახლავთ ქალბატონის და ჩვენ სამშობლოში ვართ ემიგრანტები და ბატონი სვენი კიდევ საქართველოში ემიგრანტია, ასე რომ კოლეგები ვართ, ასე ვთქვათ და ხო ბატონს მოსწავლე. დიდი მადლობა, მოგესალმებით ყველას. გილოცავ დღევანდელ დღესასწაულს, ფარავდეთ ლომისწობის მადლით. გულოცავ ყველა ფინალისტს და ყველა მონაწილეს, ვინც ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო. ქალბატონ რუსუდანს, ამ საყვარლის ადამიანს, გულოცავ ამ წიგნის გამოცემას. და დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ პროექტს. ბატონ გელას, რომელიც არის შესანიშნავი ადამიანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი გაგრძელდება და ბატონი გელა ყოველთვის მხარ დაუჭერს ამ პროექტს, იმიტომ რომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული მის ადამიანობაში, მის პატრიოტიზმში და საერთოდ ყველაფერში, რასაც ის აკეთებს და აქედანაც ჩანს, რომ მან ასე დაუჭირა მხარი ამ პროექტს, ასე შესანიშნავად. ეს ემიგრანტობის თემა არის უმძიმესი თემა. ეს ჩემს ოჯახს ეხება უშუალოდ და როგორ გითხრათ, იმდენად მткиოდა ყოველთვის ეს და იმდენად ძალიან განვიცდიდი ამ ყველაფერს, რომ მომინდა სამშობლოს სურნელი დავარქვი ამ წიგნს, შევკრიბე პოეტების ლექსები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ და გამოვეცი ერთ წიგნად. ეს სულ ერთი წელია, ორი წელია, რაც გამოიცა. და შიგნით სიმბოლურად დევს ორი ემიგრანტის წერილი, გულის გამგმინავი წერილი, რასაც ქვია. და ამ წიგნზე მუშაობა
არ ვიცი რა მიქნა, მე საერთოდ ვიყავი განადგურებული. და დღესაც გრძელდება ეს უმძიმესი სიტუაცია. დღესაც ტოვებენ ქართველები სამშობლოს. მე ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვიცი, რომელსაც წასვლა უნდა საქართველოდან, იმიტომ რომ მას მის ნიჭს გასაგანი არ არის. სამწუხაროდ დღეს ეს ქართველები, რომლებიც წასულები არიან, ერთი კითხვა უჩნდება ყველას, ყველა იგივე, მანდ რა გავაკეთოთ? აი ეს არის უკვე უბედურება. ესე იგი რას ნიშნავს? თაობები გაიზრდებიან საზღვარგარეთ, ჩვენ გავკარგავთ მომავალს და საერთოდ საქართველოს მართლა აღარ შეიძლება იყოს რუკაზე, ხო? და ისეთ ცოტა არის ქართველი, რომელიც მართლა თავის შვილებს იქ საზღვარგარეთ რდის ქართულად, ასწავლის ქართულ ენას. მე ვიცი ხა საელჩოებში არის იქ მართლა დიასპორა თვითონ უდგას ხოლმე სათავეში, ან თვითონ ელჩი, იქ არის ქართულ ენასაც ასწავლიან, სიმღერებსაც. ბევრ ქვეყანაში არის ესეთი მოწესრიგებული ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ყველაფერი ოჯახიდან უნდა იწყებოდეს. არის ოჯახები, რომლებიც უბრალოდ ქართულად აღარ ლაპარაკობენ საერთოდ საზღვარგარეთ და ფაქტიურად გამოდის ისე, რომ ბავშვები იზრდებიან არაქართულად. ჩვენთან არის ჩემი სანდრო მაგრაძე ამერიკიდან. ეს ბავშვი წასულია 8 წლიდან საქართველოდან და მას ყავს კიდევ 2 ძმა, 2 ვაჟკაცია კიდევ ქართველი. ეს ბავშვები იზრდებიან ამერიკაში. მტკივა, საშინლად მტკივა ეს ყველაფერი. ჩემი დიშვილები იზრდებიან ამერიკაში. არ ვიცი. ძალიან მტკივა ეს ყველაფერი და მე მინდა წარმატება ვუსურვო ამ პროექტს. იმედი მაქვს გაგრძელდება ეს ყველაფერი და მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს უკვე 15 წელი. ის ქართულ კულტურას უწევს პოპულარიზაციას, ის ქართულ საქმეს ემსახურება. და მე არ დამავიწყდება ის მძიმე დღეები, როდესაც მას მამა გარდაეცვალა და ცოცხალს ვერ ჩაუსწრო და აი მაშინ ვიგრძენი რა საშინელებაა ემიგრანტობა. რა მძიმე დღეები გადაიტანა მან აქ როცა იყო და იქ მამა ესალმებოდა სიცოცხლეს. სულ რაღაც საათები იყო და ვერ ჩაუსწრო ცოცხალს. აუცი გამძლეობას ვუსურვებ ყველა ემიგრანტს მართლა. სხვა რა შემიძლია ვთქვა. ლექსი მინდოდა წამეკითხა, მაგრამ მართლა არ შემიძლია მაპატიეცრა. კალბატონობა რუსუდან მაინც მინდა ამ სიტყვით გილოცავთ მაინც დღევანდელ დღეს კი ძიმია არ არის ადვილი, მაგრამ ამავე დროს ძალიან კარგია და ძალიან მნიშვნელოვანია და მე ძალიან მადლობელი ვარ და მიხარია რომ დღეს აქ ვარ თქვენთან ერთად. აქედან მინდა დავიწყოთ ხოლმე ზოგიერთი სიტყვით აი ნორვეგიელი უცხოეთიდან მეკითხება ხო საქართველოს ესე იგი და მე მიხვარს ძალიან აი ასეთი ნათქვამი მართლა საქართველოს ხო სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა და ესე იგი მე ცოტა დაიბნი დაბნეულები არიან იმიტომ რომ მაგრამ საქართველოს ხო არის ეს პატარა ქვეყანა რა კავკასიაში ხო მაგრამ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა ნუ კი თუ თვლით ესე იგი მოქალაქეები ტერიტორია კი მაგრამ ამ ქვეყანა აქვს ამხელა დათვლით ამხელა ისტორია და ამხელა ტრადიცია და მე ამის თქმა მინდა თავიდან გაოცებული ვიყავი როგორ კი მე ხო როგორ არ მომენადრე ჩემი ნორვეგია სიგიჟემდე ხო მე ხანახან უხურებს სხვა ქვეყნის მოქალაქე ხო არ არის ადვილი მაგრამ რაღაცნაირად ქართველებისთვის ასეთი რა ვიცი ძალიან განსაკუთრებული ასეთი განცდა საიდან მოდის ეს და მე ეგრე ვფიქრობ რომ ესე იგი ყველა ქართველი მithumetes ემიგრანტი გასული ქართველი რომელიც იქით არ ცხოვრობს არ ატარებს ცხოვრებას მაგრამ უბრალოდ არსებობს დღედან დღემდე
ეგ არის იმიტომ რომ მე ეგრე ვთვლით რომ ამ ხელა კულტურა ამ ხელა ტრადიციის მატარებელი ხო როგორ უნდა დაუტოვოს ამ ხელა რაღაცა ან როგორ უნდა წამოიღოს ამ ხელა რაღაცა არ გამოვა ძალიან ძიმია და მაგითო მე ვფიქრობ რომ ესეც ამავე დროს არის ჩვენი ალბათ ბედი იმიტომ რომ მე მგონი ისტორიაც აჩვენებს რა რომ ქართული ისტორიით ქართული ტრადიციით გადაჭა საქართველოს რამდენიმეჯერ და ისევ ჩვენი ესე იგი წასული ძმები და დები სანამ ჩვენ ყოველთვის გახსენდება და არასოდეს არ უნდა დაგვავიწყოს და ამითი ტკივილი ალბათონეროს თქვენი წიგნით ამათი გადარჩება საქართველოს მე დაწმუნებული ვარ იმიტომ რომ ამაში არის ყველაფერი კი შეიძლება დღევანდელ სიტუაცია არის რაღაც პოლიტიკური ამბავი ის არის მაგრამ ეს მოდის და რა დარჩება დროს განმავლობაში ეს არის ეს ასე რომ მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელ დღეს ამ ძალიან მნიშვნელოვან წიგნს ამ უდიდესი საქმეს იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა თვითონ ადამიანისთვის რომელიც გასულია და რომელიც ძალიან ძნელი დროს ატარებს მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვანი არ არის საქართველოსთვის და ყველა გასული ადამიანი რომელიც დღეიდან დღემდე ძალიან რთული და ძიმი დღეები რო აქვს თან უნდა იცოდეს რომ თვითონ საზღვარგარეთ ადამიანის ყოფნა უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და საქართველოს მომავალისთვის. დიდი მადლობა. ბატონო სენი შესანიშნავად მღერის ქართულ სიმღერებს და მინდა ვთხოვ დღეს რომ ჩვენს ბავშვებთან ერთად ერთი ქართული სიმღერა შეგვისრულოს. ძალიან დიდი მადლობა სიამოვნებით.
ფინალისტს ასევე საქართველოდან ქალბატონ ციური მესხიშვილს. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, როგორც ქალბატონო რუსუდმა მგზანა, რომ მეც გახდით ერთ-ერთი ფინალისტი, ბევრს არ ვილაპარაკებ, რადგან გადაიღალეთ, ემოციების გარეშე არც ერთი გამომსვლელი არ გამოსულა და არც მე გახლავართ გამონაკლისი. ეს ვარდები ქალბატონ რუსუდას, თანამედროვე ნაფისას და გურჯი ხათუნს, იმ ქალბატონების, ჩემი ჯგუფელების, თქვენი მეგობრების, რომლებიც დღეს უცხოეთში არიან, მისი სახელით გადავეცი, მაპატიეთ კიდევ ერთხელ ემოციებისათვის და რაც შეეხება ჩემს ლექს, ემიგრანტის წერილს. მადლობა უნდა გადავცე აუცილებლად ამ წუთში ბატონ სვენ ვოქს. რატომ? აი მე ამ ლექსში სამი მოკვეთილი ეგრეთ წოდებული სტროფის ტრიქონი თუ კუპლეტი მაქვს ნახსენები ჩაკრულო უბრალოდ რითმის გამო გამოვიყენე, მაგრამ მიზეზი არის ის წინწყარო, რომელიც ახლა ბატონ სვენმა იმღერა და თითქოს ჩემი გულის ტკივილი აი ამით ჩაახშო. ჩემი შვილიც ემიგრაციაში ემიგრანტად არ ითვლება, მაგრამ 5 წელია იგი იმყოფება იაპონიაში და ავად სახსენებელი დიდი კატასტროფის დროს იქ გახდათ მაშინაც ჩემი შვილი და როდესაც უკვე ტელევიზიის კადრები ყველას გახსოვთ, აი გემის შემდგარი სახლზე უცებ რომ დავინახეს დედა ვარ და გესმით ჩემი ემოციები რა დამემართებოდა, ტელეფონზე ქონდა დაყენებული წინწყარო და რეკავ 9 საათის განმავლობაში არ არის არანაირი კავშირი. აი ეს მაშინ წამოვიდა რაღაცა საშინელება ჩემში, ეს ემოციები და მე დაიხვეწა რა თქმა უნდა და დამაწყნარა ბატონ სვენმა და მე თქვენ დაგაწყნარებთ და მაპატიეთ კიდევ ერთხელ ემოციების და ჯობია ლექსი წავიკითხო. რადგან ბებია და ბაბუა იმერეთიდან ყავდა და მესხეთიდან გახლავთ, იცი ეს მე ჩემი ისტორიული პატარა კურსი გავაკეთე ამ ლექსში. ჩემს იმერეთშიც აყვავდებოდა ეზო მიდამო ხეხილ ყვავილი, მას შემოევლოს ჩემი ცრემლები, ჩემი ფიქრები გული დაღლილი, იქნებ ჩემს ნაცვლად გადაეხვიოთ, თუ ვინმე დარჩით ამლელ ჩამლელი, ქარმა კაკლისხე თუ არ დაბერტყა, შემოასკდება გულზე ნაღველი, იქნებ ბებიის სახლით დაიქცა, იქნებ ატირდა ლამაზი რაჭაც, ანის გოგონა სადღა გაიქცა, პატარიკა და დიდთვალა კნაჭა, შენ ჯავახეთის ცივო ნიავო, რატომ დუმხა და რადარ გამენდე, თუ ერთი კაცით შეგრჩა ქართველი, მას შემოვევლე წამლად დავედე, მალე სვანეთით დაიცლება და ვინღა იმღერებს მზისთვის ლილეოს, აღარ დარჩება არც ერთ ვინმე მესხი, დიდი რუსთველის საიუბილეოდ, რას ვიფიქრებდი სისხლით ხევსური, რომ ჩემ სამშობლოს სხვაში გავცვლიდი, ვიდრე ჭიუხვებს მივატოვებდი, ამაყო გულო რადარ გაცივდი, ხოდა ქართველნო ამას განვიცდი, ნუ მიატოვებთ სამშობლო მიწას, თქვენ მაინც დარჩით და ამან დამიწდით, ამოიმღერეთ კბილო მამულო, სად გაქრა შენი ხიბლი იერი, მომნატრებია შენი ჩაკრულო, მუმლი მუხასა მზეზე ხნიერი, შენ ჩემო კოლხო, რამ დაგაღონა, ვეღარ იპოვნე ოქროს საწმისი, მე გეცეკვები შენგან დაგანას და დაბრუნების ვიყოთ საწყისი, მაგრამ თუ ბედმა უცებ მიმუხთლა, უცხო მიწაზე ჩავშალო ფრთები, მერცხალს შეაბით ეშჭრელი კაბა, გამილამაზო სამშობლოს მთები. გენატალი. გაიხარეთ. ეხლა მინდა მიკროფონთან მოიწვიო სამგზის პრიზიორი. ქალბატონმა მზისო ნავროზაშვილმა ამ კონკურსში სამივე ნომინაციაში მიიღო პრიზი. პროზასა და პოეზიაში პირველი პრიზი ერგო წილად, ხოლო ესეში მეორე პრიზი. თხოვთ ქალბატონ მზისოს მიკროფონი. ულოცავდა კიდევ მრავალ წარმატებებს უსურვო. მშვიდობა თქვენ და ჩემო ძვირფასებო.
დღევანდელი დღის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს და თვითონ თქვენთაგანს. მე მადლობას ვუხდი ქალბატონ რუსუდანს და ყველა ორგანიზატორს არა იმიტომ რომ ესეთი ღონისძიება შედგა, იმიტომაც რომ გავიმარჯვე და იმიტომ მიხარია გამარჯვება რომ საშუალება მომეცა იმას რასაც ვატარებ გულით ხმამაღლა საჯაროდ გამოვთქვა, იმიტომ რომ არასოდეს არ მქონდა ის ბედნიერება ყოველთვის ჩაახშვეს, როცა ეტყობა ძალიან რადიკალურად გამომდიოდა ხოლმე. ეხლა ვეცდები ცოტა ლოიალურად თქვა, ჩვენ ვისჯებით ალბათ ჩვენი სამშობლოს სიყვარულისთვის, ალბათ კი არა ეგრე არის. და კიდევ ამ რამდენიმე დღის წინ ერთ წმინდა მამასთან მომიწია შეხვედრა და თქვა, ჩვენ დამპყრობელით გვჭირდა ღმერთი, როცა შიგნით ჰქონდა მოუგვარებელი რამ, როგორც ფოლად გამოწრთობა ხდება ცეცხლში, ისე ხდება ერის გამოწრთობაც გასაჭირშიც. მაგრამ წარედ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ვიცი რომ ამ სახადს ჩვენ მალე მოვიხდით. ქართველს ყოველთვის მუჭით მიწა მიქონდა, იმიტომ რომ უსაქართლოდ არ შეეძლო და რაც არ უნდა ამბიციაში ჩამომერთვას დარწმუნებული ვარ დედამიწაზე ასე არავის არ უყვარს თავის სამშობლო. აი გალაქტიონის არ იყოს, ასე არსად არ მღერიან. ამდენი ლექსია, ამდენი სიმღერა, ამდენი რამ სამშობლოსთვის მე მგონი არსად არ არის მიძღვნილი. და მახსენდება ნიკოლოზ რქიფანიძის შელოცვა რადიოთი, სადაც ელე ფინალურ ბოლოსკენ უყურებს როგორ ცეკვავენ გველთან და გააცხადებენ ვინ იცეკვებს და ელე ითხოვს რომ უნდა იცეკვოს გველთან. გვერდით ხდომი ეუბნებიან საქართველოში უნდა წავიდე, უნდა მოვიპოვო ამითი უფლება რომ წავიდეო და ისედაც გაგიშვებთ, არა, უნდა უფლება მოვიპოვო. აი ცოტა მისტიურად რომ გადავიტანოთ ჩვენმა ემიგრანტებმა იმდენი გველის კბენა გაიარეს და იმდენი სატანჯველი რომ მათ უკვე უფლება აქვთ იმისა რომ დაბრუნდნენ და უკვე სხვანაირად იცხოვრონ. უფლება ისედაც აქვთ, მაგრამ მე მახსენდება აი ბატონები გამობჯადნენ ქალბატონებთან, ვინც ეროვნული მოძრაობის პერიოდი ახსოვს კარგად. ერთი უნიჭიერესი ქალბატონი მიდიოდა საზღვარგარეთ, ძალიან კარგის გაგებით სარფიანი ხელშეკრულება ჰქონდა უცხოეთთან, ახლაც იქ არის და ერთი ამბავი შეიქმნა საქართველოში, რომ აი გარბიან საქართველოდან. ეს ხდება მაშინ, როცა პეტერბურგიდან და ყველა კუთხიდან ბრუნდებოდნენ მიწებს იძებდნენ, რომ საქართველოში ნაღორძინებულიყო აუთვისებელი ადგილებიც. ალბათ რაღაცის სახადს ვიხდით, ალბათ რაღაცის საჭირს და დარწმუნებული ვარ, მაგრამ მალე ყველაფერი კარგად იქნება. ეხლა მე ძალიან დამაბნია ჩემმა მრავალრიცხოვანმა გამარჯვებამ და არ ვიცი რომლის მივაგო უპირატესობა. ერთ ვიტყვი მარტო რომ ესე კონკურსამდე მქონდა დაწერილი ემიგრანტებზე ულამაზესი ოჯახი, ხუთშვილიანი მდივანების ოჯახი და იმათ ტრაგიკულ ბედზე მაქვს გაკეთებული ესე. ნუ ალბათ წიგნში გაეცნობით. ასევე ლექსიც ნუ დამიჩრდილავ, მხოლოდ ვიტყვი წამძღარებას წერამბძანა ბატონმა, არავის არ ვედავებით და ჩვენ სამშობლოშიც დაგვაყენო. როცა უსმენდი სიმღერას, როცა ჩვენი უკვე ქართველი თანამემამული ამერიკელი მღეროდა, ვთქვი რომ ეს ქვეყანა უნდა ხელის გულზე დაისვას მსოფლიომ და უსმინოს მის ლექსს, მის სიმღერას და უნდა დააცალოს რომ იყოს ქართველი ადამიანი, პოეტი, შემოქმედი. აი აქ იმდენი ნიჭიერი ადამიანის ნაწერი ვნახე. და ჩემი ლექსიც ასე იწყება: ვაიშენ დამარბეველო, თავად დაურბეველო, გამცემო და თავად გაუცემო, როცა მოათავებ რბოლას, რბევას, შენც დაირბევი. ეს აია წინასწარმეტყველი. მაგრამ ლექსს არ წავიკითხავ, მინდა ერთი ნაწყვეტი წავიკითხო მოთხრობიდან, რომელსაც ერთი ეპიზოდი ნამდვილი ინფორმაცია გავიგონე და ის დაედო საფუძვლად. ჩემი პერსონაჟი ბარბარა ბოიარი იყო უფლებების დამცველი სხვა სიტუაციაში და ამის გამო იქ დაშორდა თავის საქმროს ბოიფრენდს. რაკის შეუთავსებლობა მოხდა, ის მხარს არ უჭერდა პასპორტში, რომ მშობლების რეკვიზიტი ამოეღოთ და გადავიდა პატიმრების სიკვდილმიშინების უფლება დამცველად.
და უკვე შერიგებაც ხდება საქმროსთან და ბოლო ვიზიტი აქვს სიკვდილმისჯილებთან ციხეში და მერე უნდა შეხვდეს ტომს და ტომმა კიდე თავისი დედა უნდა გააცნოს მოხუცთა თავშესაფარში. უნდა წარუდგინოს, ანუ ბედნიერი დღე ელოდება. მანამდე კი მანქანა ციხესთან ახლოს დაამუხუჭა და ხასიათით უმალ წაუხდა. ძიმედ გადმოვიდა. წინა დღეებში სიკვდილმისჯილთა საკნებში ნანახი და განცდილი ტონისთან შეხვედრის მოლოდინის სიხარულმაც ვერ გადაფარა. წუთი წუთზე სიკვდილის მომლოდინე პატიმრები საშინელი სანახავები იყვნენ. გისოს ჩაფრენილები ღმუოდნენ, იხვეწებოდნენ, იგინებოდნენ, ტიროდნენ, ბორკილებს აჟღარუნებდნენ. გრძელდერეფანს საკნებს შორის მშვიდად, მაგრამ აჩქარებული გაუყვა ფორმიანებთან ერთად. იდეალური სისუფთავის მიუხედავად ეს ჰაერი დამდგუნელად მოქმედებდა, არაფერს იმჩნევდა. ბარბარას გამოჩენას გამაყრუებელი ხმაური მოყვა. პატიმრები რკინის გისოზებზე ობაობასავით გართქმულები ათასგვარი ბინძური კომპლიმენტებით მიაცილებდნენ ქალს. შეჩერდნენ. მის ბოიარ, დაიცადეთ, ჯერ ჩვენ შევალთ. ისევ გაუმეორეს მრავალგზის ნათქვამი ბადრაგებმა. ბარბარა ისედაც არ აპირებდა წინ გასწრებას. საკანის კარი ძიმედ და ხრჭიალით გაიღო. ქალის სიჩუმემ გააკვირვა. ალბათ სიკვდილმისჯილი ამ საკანში არ არისო და თითის წვერებზე აიწია, მაგრამ ამაოდ ვერაფერი დაინახა. მორჩილა დაელოდა ნიშანს. ბადრაგებმა პატიმართა უფლებების დამცველის მოსვლა ხმამაღლა გააცხადეს. ისევ სიჩუმე. განზე გადგნენ და ქალს გზა დაუთმეს. რკინის საწოლზე იწვა, თავფე ჩამხობილი, უძრავად. ალბათ ძინავს გაიფიქრა ბარბარამ და ხმადაბლად ჩაეკითხა. შეგიძლიათ მიპასუხოთ? პატიმარმა ქალისმა რომ გაიგო, მხოლოდ მაშინ ამოიხედა. წამოიმართა. გაღեղილი პერანგიდან ბეწვით დაფარული მკვრივი მკერდი უჩანდა. ბარბარას უნებურად ტონის სუსტი მკლავები, სლიპინაკანი და ვიწრო მხრები გაახსენდა. პატიმარმა პერანგის ღილები ბოლომდე შეიკრა. ქალს მოწიწებით დაუკრა თავი. დიახ, ისმენთ მემ. ხმა იყო მშვიდი, მაგრამ ყინულივით ცივი. კისრის კუნთი უკრთოდა. ფერმთარის სახე და ცეცხლოვანი გამოხედვა რაღაც შეუსაბამო პორტრეტს ქმნიდა. ბარბარა წამოიწია. დაიბნა, წამოწითლდა. მის წინ თითქოს პატიმარი კი არა, დენდი იდგა, რომელიც მუსიკას ელის, რათა ქალი დარბაზისკენ საცეკვაოდ გაიწვიოს. ყველა სიკვდილმისჯილმა დაწერა თხოვნას შეწყალებაზე, თქვენს გარდა, ადვოკატებს უარი თქვით. რატომ? სიცოცხლე არ გინდათ? ადრე თუ გვიან ყველა კვდება. რა მნიშვნელობა აქვს, როდის იქნება? ქალის შეცვა, პასუხმა კიდევ უფრო დააბნია. როგორ გექცევიან, რაიმე პრეტენზია ხომ არ გაქვთ? ბარბარა მიგრძნო, რომ სტანდარტულად ქცეულ შეკითხვას ახლა კიდევ მეტი დატვირთვა მისცა. პატიმარმა ჩაეცინა, აღარაფერი უპასუხა. ბარბარა ვერ მიუხვდა ირონიის მიზეზს. პატიმრის სიმშვიდე დაურღია, უფრო გაუმძაფრა დახმარების სურვილი. რამდენიმე საათიღა დაგრჩათ, რა ვქნა, რა მოვიფიქრო, რით შემიძლია დაგეხმაროთ, ხმაში მუდარა იგრძნობოდა. თქვენ უკვე დამეხმარეთ მე. და მაინც დანებებას არ აპირებდა უფლების დამცველი. სიკვდილმისჯილმა გამჭოლი მზერი დიდხანს უყურა ქალს. თითქოს მისი შიგა სამყარო გულდაგულ მოიარა. მერე პერანგის ჯიბიდან გაკეცილი ქაღალდი ამოაცურა. გთხოვთ, ეს გააგზავნეთ. ხმაში ბზარი შეეპარა. მისამართი მეორე გვერდზია. ბარბარა ბოიარმა კონვერტზე გადაიტანა წარწერა. თბილისი,
ჯორჯია. წერილი მისთვის გაუგებარ ენაზე იყო და ბუნებრივია ვერ ამოიკითხა სიტყვები. დედა ძალიან მომენატრე. მაპატიე ვერაფერს გიგზავნი. თავს მიხედე. ილოცე ჩემთვის, როცა უფალი ინებებს აუცილებლად შეხვდებით. ბარბარა და ტომა ჯეიმსმა მთელი საღამო ჰოტელის ბარში გაატარეს. ის დეტალი, რომ სიკვდით მიჯილმა ქალის შესვლისას ხილები შეიბნია, ეს მან გავიგონე ინფორმაცია ამერიკელი უფლებადამცველისაგან და იქ დაიბადა ეს და მე მინდა ყველა ეს ბიჭი, ვინც იქ უსახელოდ იუპება, ეს დამთავრდეს მალე და მალე საქართველო აისოს ჩვენი გოგო ბიჭები და ყველა. მადლობა. მეგობრებო, ძალიან ბევრი ვართ გამომსვლელები, ამიტომ პატარებს მაინც ნუ ვაცდევინებთ, გაუშვათ სახლში ბოლო სიმღერები ვამღეროთ და მერე ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი საღამო. წლების მანძილზე გამოდიოდა საბერძნეთში ქართული გაზეთი, რომელსაც ერქვა ელადა და მან მრავალი ქართველი შემოქმედი დააფრთიანა და ასე ვთქვათ, დაულოცა გზა შემდეგი წარმატებებისთვის. ქალბატონო ანა გთხოვთ, მოგზაურობთ. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. მოგილოცავთ მთიულების უპირველეს რელიგიურ დღესასწაულს ლომისობას, ის სრულიად საქართველოსიც არის. შეგეწიოთ მადლი, ლომისის მადლი გფარავდეთ თქვენს ოჯახებს, თქვენს მუზას. ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდით და ემიგრანტული ცხოვრება და ემიგრანტული შემოქმედება თქვენთვის ძალიან ახლობელია. მე უპირველესად მინდა გადახვევა გავაკეთო და ქალბატონ რუსუდანს მივმართო. ქალბატონმა რუსუდანმა ახლა თქვა, რომ მე ყოფილი მასწავლებელი ვარო. ყოფილი მასწავლებელი არ არსებობს. თქვენ დღესაც მასწავლებელი ხართ და ჩვენ აი ეს სიბერის კართან მისული ემიგრანტები მასწავლებლის რუდუნები და სათნოებით მოგვაგროვეთ. აი ამ ლამაზ წიგნში გაგვამარჯვებინეთ, მოგვიწვიეთ და დატოვეთ ეს არაჩვეულებრივი წიგნი მომავალი თაობებისათვის, რამე თუ გაიგონ, რას უძლებს ქართველი ქალი საბერძნეთში და როგორ შეძლო აი 24 საათიან სიამაყე დამცრობილ სამსახურთან ერთად დაეწერა ლექსი, დაეწერა ნოველა, შეექმნა ნახატი, დაეკარგა. მე მიმაჩნია ასე, რომ საზღვარგარეთ შექმნილი ქართული ლექსი, ქართული მოთხრობა, ქართული ნახატი, მუსიკა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე შენ სამშობლოში, სადაც მყარად დგეხარ, არა გაქვს პრობლემა, მოხუცი არ გეუბნება შუქი ჩააქრე, რას ჯღაბნი და აქ მე უნდა მომხედო და რატო წერ, ასეთი რამე ხომ არ არის თქვენთვის. და მე მინდა გითხრათ ისევ ქალბატონ რუსუდანზე, რომელიც ლიტერატურულ სალონს ხელმძღვანელობდა ქალაქ სალონიკში, არის ძალიან დიდი ადამიანი, დიდი ქართველი, ჭეშმარიტი მამულიშვილი, არავის არ მოუვიდოდა აზრად ალბათ მისმეც, რომ ასეთი ლამაზი ფესტივალი თუ როგორ დავარქვათ კონკურსი მოეწყო და სხვისი ნიჭი დაენახა და დაეფასებინა. ყველა ეს დიდი ნიჭი ჩემის აზრით არის სხვისი ნიჭის დანახვა და სხვისი ნიჭის დაფასება. მადლობა ქალბატონ რუსუდანს ამისათვის. ვთხოვ ლომისის ძალას და მადლს კიდევ უფრო მეტი შეაძლებინოს. რადგან ჟურნალისტი ვარ, აი რაღაცნაირად ისევ მირჩევია რომ სხვებზე ვილაპარაკო. ძალიან გამიხარდა ქალბატონი თამარი რომ გავიცანი. მე მას Facebook-ით გამოუგზავნე საბერძნეთიდან პოეტების ლექსები, რომელიც ამ წიგნშია შეტანილი და ეს მათ ძალიან უხარიათ. მე მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ საბერძნეთშიც, ირლანდიაშიც, შეიძლება სომხეთშიც, შეიძლება ამერიკაშიც ქართველი ქალები ძალიან იშვიათი, მაგრამ მაინც რომ თხოვდებიან უცხოელზე ქართულად აღარ ლაპარაკობენ. შვილებს ქართულს აღარ ასწავლიან, რაში გამოგვადგებაო.
არის ეს დიდი ტრაგედია, მაგრამ არის. ხალბატონო თამარ, ბარაქალა თქვენს ქალობას. ასე ქართული სულით, ქართული სიმღერით, ქართული არაჩვეულებრივი მეტყველებით რომ მოიყვანეთ თქვენი მეუღლე საქართველოს. დიდი მადლობა ამისათვის. ხალბატონ თამარ. აი ეს წიგნი, რომელიც სამშობლოს სურნელი თქვენ დაარქვით, მართლა არის ქართული სურნელებით გაჟღენთილი. ჩვენ ორი არაჩვეულებრივ მანდილოსანი გვიძღვება დღეს და მადლობა მათ და ძალიან გთხოვთ ტაში და ფეხზე ადგომით მივესალმო და მადლობა გადაუხადო. მე მაპატიონ გამოსვლებმა მამაკაცებმა ახლა ერთი რამდენიმე მამაკაცი დარჩა. ჯერ ქალბატონები გავისტუმროთ, მოდით და მერე ისე მამაკაცურად ავიტანოთ ლოდინი. ახლა მინდა მოვიწვიო ქალბატონი ჩვენი ფინალისტის დედა. გახლავთ მოგზარდით ქალბატონო, გამახსენეთ გვარდასახელი მაგდანა ბებიაშვილის მეორე პრიზია, ხო? მეორე პრიზის მფლობელი გახლავთ ქალბატონი და ვერ ჩამოვიდა უცხოეთიდან და მის მაგივრად ემიგრანტის დედა ლაპარაკობს და მოусმინა. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. ჩემო ძვირფასო საზოგადოება. ჩვენ აქ დღეს შევყარა ერთმა ტკივილმა. ერთნაირმა ტკივილმა ყველა ერთად. მე ამაყი ვარ დღეს იმიტომ, რომ ასეთი ძვირფასი წიგნი, შესანიშნავი წიგნი დაიწერა ემიგრანტების შესახებ. ვიღაცას ხომ გაახსენდა მაინც ემიგრანტები და მათი ცხოვრება. მადლობელი ვარ ქალბატონ რუსუდანის და ვინც რუსუდანს გვერდში ამოუდგა, ქალბატონ რუსუდანს და ეს შესანიშნავი წიგნი გამოიცა. მე ამაყი ვარ კიდევ იმიტომ, რომ ამ ემიგრანტის წერილში შევიდა ჩემი ქალიშვილის ერთ-ერთი ლექსი. მე მწამს, რომ ისინი დაბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში იმედიანად და ჩვენი ქვეყანაც მათ შეაგებებს კარგ ცხოვრებას. მე მგონია თქვენს გჯერათ ეს და მალე მოხდება ეს. როგორ კარგად ამბობს ლადო ასათიანი, ტკივილიანად ამბობს. მშობლურ მიწიდან გადანერგილი უცხო მხარეში ვერ გავიხარებ, ვიდრე დაამჭკნარ ვარ შენი ყვავილი, მომხედე ჩემო სამშობლო მხარევ. და ამიტომ მაქვს იმედი, რომ იქნებ მიხედოს ამ ემიგრანტებს ჩვენმა სამშობლომ. ჩვენ ქართველები მეტყველებთ ღმერთების ენაზე, რადგან მეტყველებთ, ხატად უნდა გვყავდეს ჩვენი სამშობლო წარმოდგენილი, როგორ ლამაზად ამბობს ნოდარ დუმბაძე, სალოცავი ხატი უნდა იყოს ის და მუხმოდრეკელი უნდა იდგეთ მის საკურთხეველთანო. მოდით ყველა დავდგეთ მუხმოდრეკილი ჩვენი სამშობლოს საკურთხეველთან და ღმერთს შევთხოვოთ მისი გაძლიერება მრავალჟამიერ. გაიხარეთ. მე პატარა მონაკვეთს ავიკითხავ, თუ არ შეგაწყენთ. ტრიალებს, ბრუნავს, დოლაბის ქვა, სულ თეთრად ბადნეს, წუხელ სიზმარი და მესიზმრა მოჰგავდა ნამდვილს. თქვენ თუ გონიათ, ქისტეც ვზივარ და ლექსებს ვჯღაბნი, ჯანი გავარდეს, არ გამყვება მაგათი ჯავრი. ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთათაო. აი ახლა სულ აღარ მიკვირს, რომ ამ ქალბატონის გაზრდილმა შვილმა ისეთი ლექსი დაწერა, რომ მეორე პრიზი მიიღო. გაიხარეთ ქალბატონი დიდხანს იცოცხლეს და ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ემიგრანტი პოეტი ნინოს პანდერაშვილი გვეტყვის 2 სიტყვას. მოგესალმებით ყველას, გილოცავთ დღევანდელ დღეს. მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ რუსუნას, უпростоრედ შეუერთდი ამ ყველა მადლობას.
ასევე უღრმესი მადლობა ქალბატონ თამარს. სამშობლოს სურნელში შევიდა ჩემი პირველი ლექსი, ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯები და ამის შემდეგ ამას სტიმული მომცა, რომ მეცადა ამ კონკურსშიც ბედი. რაც შეეხება ჩემ ლექსსაც და პროზასაც დაბრუნების შუქურა, მე მივუძღვენი აფხაზეთიდან ტოლვილ თანამემამულეებს. დიასპორის დღეების ფარგლებში რამოდენიმე წლის წინ ჩვენ საკვირაო სკოლის მასწავლებლებს ჰქონდა მასწავლებლის სახლში ტრენინგები და ძალიან ბევრი დიასპორელი იყო აფხაზეთიდან ტოლვილი ჩვენი თანამემამულე. როდესაც უკვე დამთავრდა ტრენინგები, ყველა გადავწყვეტეთ ჩვენ სახლებში დაბრუნებას, საქართველოში ვისაც ვინ გვყავდა ნათესავი, უბრალოდ აფხაზელი ტოლვილები, უბრალოდ ქართველები აფხაზეთიდან ვერ დაუბრუნდებოდნენ თავის სახლებს და ეს მე ძალიან მწარედ განვიცადე. სწორედ ამან დამაწერინა ეს ლექსი, რომელიც შევიდა სამშობლოს სურნელში და ახლა წაგიკითხავთ. ჩვენ საქართველო გვერგო სამშობლოდ და გულით დაგვაქვს ქართული ჯვარი. შენ გენატრება შავი ზღვისპირი, მე კი კახეთის საღამო წყნარი. სიზმრებში გიხმობს აფხაზეთიდან დატოვებული სახლი და კარი. მე მელანდება ალაზნის ველი, ქარვა შესხმული ვაზი და ზვარი. ჩვენ ქართველებად დავბადებულ ვართ. ძარღვებში გვიჩქებს ქართული სისხლი, თუმცა სხვა მხარეც ვცანით სამშობლოდ, უცხო მიწაწყალს ვუთხარით ფიცი. სამშობლოსაგან დაშორებულნი სხვაგვარად ვხედავთ წარსულს და აწმყოს, მაგრამ ქართულად აღვავლენთ ლოცვას და სიყვარულსაც დავეძებთ ქართულს. ეხლა მინდა მიკროფონთან მოვიწვიო ასევე ჩვენი კონკურსის ფინალისტი და პრიზიორი ქალბატონი ლანა მანველი. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ყველა იმ ადამიანს, ვისაც თუნდაც სულ პატარა მცირე წვლილი აქვს შეტანილი კონკურსის მოწყობასა და შემდგომ ამ შესანიშნავი კრებულის გამოცემაში. მე მართალია პროზით მივიღე მონაწილეობა, მაგრამ პატარა ლექსს წაგიკითხავთ. ამჟამად არ ვარ ემიგრანტი, თუმცა წლები ვიყავი ემიგრანტი და ჩემთვის ძალიან ახლობილი და ნაცნობია ყველა ემიგრანტის ტკივილი. საკმაოდ პესიმისტურ განწყობაზე დავწერე ეს ლექსი. მაპატიეთ ამ განწყობისთვის. მინდა რომ ყველა ემიგრანტი დაბრუნდეს სამშობლოში, როგორც მე დავბრუნდი, როგორც ჩემი შვილები დაბრუნდნენ. ძალიან შორს ხარ, თუმცა მაგ შორეთს მე გაგამგზავრე. გადააბიჯებს მოთმინება ამ ტანობის ყველა ზღუდეს და შეშფოთება დაეტყობა თვითრშერეულ ნაღამურ თვალებს. გულს გადავმალავ შემტევნებისგან, მე ეს ხელებიც არ მემეტება სხვათა ალერსში რომ მელეოდეს. დრო გაწელილი შეხვედრის დღემდე ცაში ქანაობს, როგორც ოცნება, თუმცა ახდენა როგორ დაგპირდე. ზოგჯერ მგონია დაილია უკვე საწუთ, რომ ჩემიც და შენიც ვეღარას შევცვლით. ეს მე რამდენად იხაზება რიცხვების რემა და ჩემოდნებსაც გამგზავრების მოლოდინში ერევად სევდა. მანდ კი დახვედრებით გადახუნდება სუმბულების ცისფერი ღელვა. ალბათ შევრჩებით გაყინულ მთვარის უმწეო პეპლად. შენ კი ერთგულად უდარაჯებ მარტოობას უცხო მზის სხივად და სულ ბოლოში ეპილოგის ნაგრძნობით წამით ჩვენ შევაკვდებით მოღალატე მოლოდინის შაჟანგულ ფიქრებს და დასასრულიც ერთნაირი. ოღონდ ცალცალკე, აღარც დრო დაგვრჩა, აღარც სიცოცხლე რაიმეს შეცვლის. ეხლა მინდა მიკროფონთან მოვიწვიო ჩვენი თანამემამულე ისრაელიდან, ასევე პოეტი, მაგრამ იმის გამო რომ ვერ გაიგო თავის დროზე ვერ მიიღო ჩვენ კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ იმედი გვაქვს რომ შემდეგში გამოვასწორებთ ჩვენ შეცდომას და ბატონი თემურ დანელია ჩვენ კონკურსში შემდგომში მიიღებს მონაწილეობას და თხოვოთ მიკროფონთან ბატონ თემურს. მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა ბატონისგან მოწვევისათვის. რა თქმა უნდა, ბევრის თქმა მინდა, ბევრი რამ მიდევს ამ გულში სათქმელი, ისე ხშირად არ მიწევს, არ მაქვს საშუალება რომ
თქვა და გამოვხატო ჩემი ემოციები, მაგრამ ალბათ თავ შევიკავებ 2-3 სიტყვით გეტყვით, რომ 92 წლიდან მომიწია საქართველოს დატოვება, რამე თუ იმ ეროვნული ხელისუფლების დროს უბრალოდ ვიყავი ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი და ისნის რაიონის პრეფექტი. ამიტომ ვიყავით დატუსაღებული რამოდენიმე თვე და იმ პირობით გამომიშვეს კამერიდან, რომ საქართველოს დავტოვებდი 3 დღის განმავლობაში. ვიფიქრე და დავთანხმდი და 92 წლის ნოემბრის თვიდან ვიმყოფებოდი წასული უკრაინაში, ჯერ ჩემი მეუღლე არის უკრაინიდან. იქ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართველთა სათვისტომოს შევქმნილი და მისი თავმჯდომარე ვიყავი, ერქვა ჩვენ სათვისტომოს ერთობა. საკმაოდ საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობდით, გავაცანით თავი იმ მხარეს და კარგი სიტყვებით დღეს ყველამ კარგად მოგეხსენებათ ყველას ყირიმში რა სიტუაციაა, მაგრამ კარგი სახელი ქართველებზე და ქართულ სათვისტომოზე დავტოვეთ. შემდეგ წლების განმავლობაში ვცხოვრობ ისრაელში, ქალაქ ნაზარეთში ვარ შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე. რა ვიცი, აქტიურად მონაწილეობ ყოველთვის ქართულ-ებრაელურ ურთიერთობაში. თქვენ კარგად იცით 26 საუკუნოვანი ეს ბრწყინვალე, მეგობრული, ნამდვილად ძმური ურთიერთობა, რომელიც საშუალო არის ძალიან ბევრი სახელმწიფოსათვის, სადაც ორი სხვადასხვა სარწმუნოების ერების ასეთი თანაარსებობა და თანაცხოვრება ასეთ მეგობრულ ფერხულში იყოს ჩაბმული და ამას აქვს დიდი ტრადიციები, რამე თუ როგორც წინა თაობა, ისე ახალი თაობა ამას მიესალმება და მხარს უჭერს და არ ვითარებს ამ ურთიერთობებს. ნება მომეფცით მე რადგანაც ძალიან დიდხანს მომიწია ემიგრაციული ცხოვრება, დამიწერია ლექსები ბევრი, რომელიც ნოსტალგიით არის ჩემი სამშობლოს საქართველოს მიმართ გამჭვალული და ერთ-ერთი ლექსი წაგიკითხავთ ფიქრები საქართველოზე. საქართველო სანუკვარო მხარეო, საქართველო მშობლიურო მიწავო, ვეღარ გავძლებთ ქართველები უშენოთ, როგორც თევზი ვეღარ გაძლებს უწყლოდ. შენზე ფიქრში დღე და გამეგვადნება, როგორც ცოთვილს შეწირული სანთელი და შევნატრით იმ დღეს, როცა გიხილავთ წამებული შენი ემიგრანტები. ჩვენ შენთან ვართ, მარად ერთად ვიქნებით, შენი ნახვის მუდამ ბედნაკლულები, ღმერთმა ხნას და შენს მიწას მიგვაბაროს სიცოცხლეში შენზე მონატრულები. ჩვენ რად გვინდა სხვისი მიწა და წყალი, ან რად გვინდა ჩვენი თავისუფლება, თუ მშობლიურ ხარეს ვერ ვეღირსებით ქართველების, აბა რა ოცნება. შენზე ფიქრში დღეღამეს ცვლის მზე მთვარეს, ნოსტალგია ეუფლება გონებას. ღმერთო, მითხარ, საქართველო როგორ მყავს, დალოცვილი ყოფილიყოს მარად ჯამს. ქალბატონ თამარ ლომიძეს ეხლა მომდა რომ ჩვენ ლექსი გვითხრას და ამიტომ ისევ ხელახლა ვიწევ მიკროფონთან. ჩემი სამშობლო, წერილი ნორვეგიელ მეუღლეს. ახლა კარგად ვარ, აღარ მცივა, აღარ მწყურია, თუმცა ძნელია მარტო ქალმა მართო უღელი, მანდ ამომშრალი ან წივიყავ ცალფეხზე მდგარი. აქ კი სული ვარ, მტევანი ვარ, გულდაწურული, შენ სამშობლოში წარსული და ნამოდის მთვარე. მე კი თვალებით მხოლოდ ნედლი წარსული დამაქვს აქ, ფესვებიდან მითენდება ყოველ ცისმარე მანდ. ლერწამივით ვირწევი და გაურბი ქალაქს, აქ გაზაფხულის შემოდგომის მაცვია ფერი. მანდ უცხო თევზი სულთ მოგძავი რიყეზე ვფეთქავ, ხმაურიანი სიჩუმე ვარ, ნაყოფს ძლივს ვისხამ. აქ ჩამოდი და აქ მითხარი, რაც უნდა გეთქვა.
შენ სამშობლოში როსინანტით ვებრძვი ქარიშხალს აქ ჩემი რაში ზეცას წვდება სისხლი უყივის მგლეჯენ ფლეთენ და სანს ლავენ და მაინც მთელი ვარ იმდენი ძალა შემრჩენი ამ პერსაც უღიმი აქ მაქვს მხოლოდ ის რჯოლა და ისეთი ცრემლი დამწვარი მიწის ოხშივარით რომ თუ თქავს ფიქრებს აკופლის ციხე კედლებიდან მარცხუნებს მზესდა და სიზმართ ხადსაც შეუცნობი დუმილით მიგებს მანდ მე ხომ მხოლოდ თავს ვუკვდები მტვერივით ვქრები აქ კი სიკვდილშიც და მარხული კლავი ბადები აქ ნამუსივი დამიხურავს ვარძიის სევდა და ყველა სათქმელს ჰუმანიტაციულად ვხვდები შენ სამოთხეში მაინც ჩემი სამოთხით ვსუნთქავ აქ მე საჭირთრო ისე შემსვამს და ისე დამცლის ოდისევსივი დავამარცხებს ცილა ქარიბდას მაინც არაფრით არ გავატან შენ სარგოს საწლის შენ სამშობლოში მხოლოდ ქოთნის ყვაველსავ გავარ ვამშვენებ სახლს და არაფრით არ მაქვს სურნელი ჩემ სამშობლოში აპრილივით მასკდება კვირტი ნატურის ხეს გავარო ცნებები მაცვია ჭრელი აქ მე კარგად ვარ მერე რა თუ მაკლია სარჩო ველი მოვიმკაისრას მხოლოდ აქ დამირგია შენი სამშობლო ჩემთვის არის ტკბილი ზღაპარი ჩემ სამშობლოს კი ნეტარების ტკივილი ქვია ბატონ ლევან ლორიას დიდი მადლობა მოთმინებისთვის და ვთხოვ მიკროფონთან გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი ფინალისტი ესეც ნომინაციაში პროზა შენთან ყავის დალევა მომენატრაო წერს ემიგრაციიდან დაქალს ერთ-ერთი ქართველი ქალი ემიგრანტი და შვილებზე ეჭორავება რუსუდან მასწავლებელო დიდი მადლობა რომ გამომიძახეთ ეს ახლა როგორ დაიწერა ეს უფრო სიმბოლური იყო რომ როდესაც ეს კონკურსი მიდიოდა როგორც ვიცოდი მხოლოდ ემიგრანტები იღებდნენ თავიდან მონაწილეობას და ბატონმა გირიმ ძალიან კარგმა ადამიანმა და რა ვიცი შესანიშნავ ადამიანმა მე თურმე დავთეს უფლება საქართველოში მაცხოვრებლებსაც და მომენტში ეს იწერებოდა რომანი რომელიც დავამთავრე და მე მგონი გამოცემს ახლა სულაკავრი და ერთ-ერთი გმირი ჩემი გმირი წერს სამშობლოში წერილს პატარა ნაწყვეტ წაიკითხავთ, იმიტომ რომ გადაიღალეთ ყველა. პატარა ნაწყვეტ წაიკითხავთ ამ წერილიდან. ერთი ასე რომ თითქოს ყველაფერი ერთ წამში ჩაეტია. ხუმრობაში იტალიაში აღმოჩნდი, თან ვის ოჯახში, პიზის კოშკის არქიტექტორის შთამომავლების. ამ გადახრილი პიზის კოშკიდან ისროდა გალილეო გალილეი მონეტებს და სხვადასხვა საგნებს სკოლიდან მახსოვს. ნახატი იყო სკოლის ფიზიკის წიგნში. მაშინ რას წარმოვიდგენდი თუ ამ კოშკიდან მეც მომიწევდა გადმოხედვა. თან ჯიბეში შემორჩენილი ერთლარიანიც გადმოვაგდე. რაღა და რაღა გალილეი. მე ბევრ რაღაცებს წერს მეგობარს და მე ნახეთ ხო მართლა ის ერთლარიანი ექსპერიმენტ გამოვლილი ახლა ჩემთანაა. იქვე ეგდო კოშკის ძირში და გამიხარდა რომ არავინ აიღო. აბა სხვამ რა იცის მისი ფასი. აქ პატარა ეზო მაქვს საქართველოსდან წაღებული ჩემი ერთი მუჭა ქართული მიწის ნაწილი აქ მოვაბნიე. ამიტომ ასე მგონი ახლა ქართულ მიწაზე დავდივარ. ყვავილებმა და პეპლებთან ლაპარაკმა გამაძლებინა. ხვლიკებიც კი მიყვარდა, ასე მეგონა, რადგან მათთან ვახერხებდი ქართულად ლაპარაკს. მე რა ისინი არ პასუხობდნენ და დამთხალები გარბოდნენ სოროებში. მე ხო ლაპარაკობდი ქართულად. ხო, ეხლა კუდას ღარიბი მყავს ეზოში. ისინი არ გამირბიან. ხო და ვეუნები ჭამე მეთქი. ანუ ისინიც მიჯერებენ და ჭამენ, ანუ მათ უკვე ვასწავლე ქართული. აი ასე და მე მეგობარ შეგვიძლია რომ აუცილებლად დაბრუნდებიო და ეხლა ბოლომდე ამ წერილს რა თქმა უნდა არ წავიკითხა. მინდა დიდი მადლობა გითხრათ ამ ლამაზი საღამოსთვის. შვენიერი გაკვეთილი ჩაგვიტარეთ დღეს ნამდვილად. კიდე ძალიან ბევრი გამოსვლელი მომეწონა და სვენს და უთხრა ძალიან დიდი მადლობა. ჩემზე ტკბილი ქართულით რო საუბრობს, ჩემზე კარგად რომ ღერის. დიდი მადლობა სვენ, რომ ასე გიყავს. მე მგონი ჩვენ ძალიან ბევრი ტკივილი გადავიტანეთ და მეგობრებს დახმარება რომ არა შეიძლება და დღეს საქართველოს არ ქმეოდა და მადლობა მინდა გითხრათ ქალბატონო
რომ ასეთი მეგობარი შეძნეთ საქართველოს და 2008 წელი გადაგვატანა მეგობრებმა ჩვენ. თორემ შეიძლებოდა ეხლა სხვა სიტუაცია ყოფილიყო და ბოლოს მინდა ვთქვა არ მახსოვს ლექსის ავტორი. ასეთი ლექსია მაპატიეთ ავტორი არ მახსოვს საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა მიწა მიქონდათ მიწა თბილი მიწა მარადი შენ მუჭა გაგიტანე საქართველოსთან შობოლო მიწა ალბათ მიტო დაპატარავდი და მე ვთვლი რომ ის მუჭებით გატანილი ქართული მიწა უკან დაგვიბრუნდება და საქართველოს ყოველთვის იქნება მრავალჟამიერი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ეხლა ჩვენი საღამო მინდა დავამთავროთ მამა გურამ ოთხოზორიას გამოსვლით. მამა გურამ დაგლოცეთ თუ შეიძლება. ემიგრანტი არ ყოფილიყო, მაგრამ რამდენი რაღაც წელიწადზე მეტი მეც ვიცხოვრო და გამოვცადე ეს ნოსტალგია და თუ წლებით იზომება ან არ იზომება ემიგრანტობა, რაღაც ალბათ თუ განცდით იზომება, რაღაც დოზით მეც განვიცადე, რაც ნიშნავს სამშობლოდან შორს ყოფნა და როგორ ხდება ეს გზნობას, როგორ განიცდის ადამიანი. მაგრამ მე ახლა ცოტა სხვა კუთხით შემიძლია და ორიოდე სიტყვა გითხრათ ზოგადად აი ემიგრანტობას რაც შეეხება ჩვენ ადამიანები ზოგადად რაღაცნაირად ყველანი ემიგრანტები ვარ და ყველანი სამშობლოს ვეძებთ. ეს დიდი სული სამშობლოს, აი ცხონებული მერაბ კოსტავას სიტყვები არის ჩემი სამშობლო ზეცა თავად მე ეს მიწა და საქართველო. ებრაელი ხალხი განსაკუთრებით განიცდიდა ყოველთვის საუკუნეების მანძილზე სამშობლოს დაკარგვის ტკივილს, მაგრამ ერთი არის სანუგეშვი. ქრისტიანები ვართ და ქრისტიანებისთვის უკვე ამ გადასახედიდან, ქრისტიანული გადასახედიდან, სულიერი გადასახედიდან რაც ხდება ფიზიკურში ტკივილი, საბოლოოდ გამოაქვს სულისთვის ძალიან დიდი სარგებელი. რამდენადაც ადამიანი ფიზიკურში არის წნეხის ქვეშ, პრობლემების ქვეშ, იმდენად სულიერად მწიფდება და ეს ენერგია, რომელიცაც აი როგორც საწნახელში ღვინო ისე რომ იჭყლდება ყურძენი და შემდეგ ღვინო დგება, თქვენგან ყვებავს ჩვენ, იქიდან არამხოლოდ დოლარები მოდის, ასე რომ ვთქვათ, სახში და ჩვენ მაგით ვართ უმრავლესობა, უფრო მეტად მოდის თქვენი ლოცვები, თქვენი სიყვარული, რომელიც როგორც ფესვებს წყავს, წყალქვეშა მდინარე და ვერ ხედავენ ამ წყალი, ისე ირწყვება ჩვენ არ ყოფთა სულები და სიცოცხლე ზოგადად თქვენი ცრებლებით, მონატრებით, ლოცვებით და ეს ნამდვილად ასე ეს არ არის ისე ნათქვამი მხატვრულად მერწმუნეთ თქვენ უფრო იცით ეს და თქვენს გულებში თუ როგორ არის და მე განვიცდია გეუბნებთ კიდე მე ცოლშვილი როცა დავტოვე წელიწადზე მეტი ვიყავი და მე შემეზო დაბრუნებული ვიყავი სხვათა შორის ჩამოვედი საბერძნეთში მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მადლობა ღმერთს რომ ისეთნაირად არ იყო ჩემი სიტუაცია რომ გავბრუნებული ვიყავი ზოგ თქვენსავი და არ მგონია რომ თქვენ გიხაროდეთ უბრალოდ ესე არის სიტუაცია და ამიტომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ისევ და ისევ მაცოცხლებელი ენერგიად გადაიქცევა ეს თქვენი სივიწროვე და თქვენი შეჭირვება. ახლა მე ბერბს არ გავაგრძელებ, დაღლილი ხართ, აქ ქალბატონმა მზისო მაგ არის მე თქვენ ნავროზაშვილს ხოთა შორის ერთ-ერთი ისი მოთხრობა იყო, რომელიც მე დამქონდა ეს წიგნი დროც არ ყოდა სახში და ხან მეტროში, ხან ავტობუსში გადავავლე და გუშინ თუ დილას წავიკითხე ეს პატარა ძალიან მოთხრობა და სხვათა შორის ემიგრანტობა იქნება, ციხე იქნება, სავამტყოფო იქნება არა აქვს მნიშვნელობა ეს სულისთვის ერთ და იგივე სივიწროვეა სადაც სხვანაირად დაინახება სამყარო და რეალობა და იქ ადამიანი თავის შესაძლებლობის ზღვარს ავლენს იმას რომელიც შეიძლება ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვერ გამოავლინოს აი იქ რო ხილი შეიკრა რაღაცა ის ადამიანად დარჩა მაინც და კვდება სხეული მაგრამ სული პირიქით ამ როცა პირისპირ დგება განსაცდელი წინაშე უზომოდ უახლოვდება თავის ნამდვილ არს რომელზეც ის ჩვეულებრივ მდგომარეობაში დაშორებული იყო ახლა ბევრი ვარ გავარძელი უბრალოდ აქ თქვენ ეს მხატვრულად აღწერეთ თუ არ ვიცი რა მნიშვნელობა აქ ის რეალურად იყო ძალიან რეალურია მაგრამ მე უშუალოდ მაგ წერილი უადო პატიმრის წერილი ფაქტობრივად უადო პატიმარი არანაკლები სიკვდილი მისჯილია ვიდრე
იმიტომ რომ უადო პატიმრების ეძახეთ ცოცხლად დამარხულებს. ამერიკაში მაგალითად სიკვდილ მიჯილები უადო პატიმრები ზოგი ითხოვს სკამს, ელექტროსკამს, ვერ უძლებენ ფსიქოლოგიურ დაწოდას. ხა წარმოიდგინეთ ცოცხალი ხარ და არაფერი არ ჩანს წინ, არაფერი არ გეხება და აი ამ წნეხის ქვეშ ეს ბიჭი არის 10 წელია უკვე ზის, ეს მე 1 წელია თითქმის ყოველ კვირა ნახულობ ურეკავთ ერთმანეთს და სადღაც 10 გვერდია. თქვენ შეგიძლიათ YouTube-ზე ნახოთ უადო პატიმრის წერილი მოძღვარს. იქ უფრო მაგრამ პატარა მონაკვეთს უბრალოდ იმის ნიშნად რომ სიცოცხლე ძალმოსილია, სიყვარული ცოცხალია და ვერანაირი დაწოლა როგორ ჯვარმა იესო როგორც კი ჯვარზე ავიდა და აღესრულა ხელები ჩამოუშვა იმ წუთას კრეცაბმელი გაიხადა მამასთან გავიდა აი უკიდურესი სივიწროვე ადამიანისა იწვევს მის აი სულიერ სამყაროში ამაღლებას ეს რეალობა ყველაფერი ჩვენ ყოველდღიურ ურთიერთობებში ხდება თქვენ ეს განგიცდიათ იმ სივიწროვეში იმ ტკივილთან ერთად რაღაცა წვეთოვანივით გედგათ გულში და ნეტარების წვეთები რომელიც იმ ცრემლებით იქნებოდა თუ სულის რაღაცა უმიზეზო სიხა რაღაცა მოდის როგორც swari ღამით კვება მცენარეს ისე თქვენს იმ ტკივილებში ვიღაცა ძალა დგას ძალიან ახლოს და ქართულად რო ითარგმნა პარაკლიტონ არის ბერძნულად სულიწმიდა გვერდით დგომი ხომ მაგრამ თაწმინდელმა თარგმნა ქართველმა კაცმა ქრისტე როგორც მიიღო წარმოიდგინე ნუგეშინი ცემელი უწოდა ამ სულ ნუგეში სიტყვა ნიშნავს ნუგეშინიას ვიც გეუბნება შენთან ვარ აქ არ ყველგან აი ეს ბიჭი წერს ასეთ სიტყვებს როდესაც მან აქ ძალიან ისე მე შეგიძლიათ თქვენ გაიცოთ მაგრამ იმის ნიშნად რომ მართლა სიყვარული ცოცხალია იცით ციხე რა არის? ნუ ერთ პატარა მონაკვეთს აგითხავთ თუ არ დაკავით. ჩემი აზრით ციხე ეს არის ერთდროულად ციხეც, ჯარიც, ინსტიტუტიც და მონასტერიც. მუდამ ბრძოლა გიწევს ხან საკუთარ თავთან, ხან სხვა განსაცდელებთან. იბრძვის, სწავლობ, ნანობ და ლოცულობ. ამ პროცესში დროც მიდის, წლებიც გადის და ნელ-ნელა ხვდები, რომ ამ ცხოვრებაში სიყვარულის გარდა ყველაფერი ხანმოკლე და დროებითია. ერთადერთი რის წინაშეც დრო და ტკივილი უძლურია არის სიყვარული, რადგან სადაც სიყვარულია, იქ სიცოცხლეა, სიხარული და უკვდავება. დავინახე ეს ცხოვრება. სიყვარულის გარეშე სიცოცხლე უაზრობაა, ამიტომაც გულით ვცდილობს სიყვარული ვისწავლო. ყოფილა მომენტები, როცა ხან მეგობარს, ხან ახლობელს უკითხავს ჩემთვის რჩევა. გარეთაც და ციხეშიც ადამიანისთვის მithქვამს. ცხოვრება ბრძოლაა, ტკივილი უნდა მოითმინო ხოლმე და 1000 სხვა რამე მithქვია. დღეს მე რომ ვინმე მკითხოს როგორ ვიცხოვრო, მე აღარ დავიწყებ 1 საათიან ლექციის კითხვას, ჯერ ცხოვრებაზე ყველაფრის ჩამოთვლას და შემდეგ ახსნა განმარტებას, მხოლოდ ასეთ პასუხს გავცემდი. სიყვარული ისწავლე და თვითონ სიყვარული გასწავლის ცხოვრებასაც და ადამიანებთან ურთიერთობასაც. ეს ჩემი საკუთარი სიტყვებია, რომელმაც გულში უდიდესი სიხარული მაგზდობინა. და ბოლოს ასე ამთავრებს წერილს ჩამოთვლილი აქვს ისეთი რაც თვითონ დაინახა რაღაცები და ბოლოს ბედნიერება გულში ნაპოვნი საგანძური. დედამიწაზე ბედნიერებას ვერ იპოვის ადამიანი, რადგან ის მხოლოდ გულში შეიძლება იყოს. სიკვდილი არ არსებობს, არა მოკვდა, არამედ ცხონდი. ადამიანის უკვდავება სიყვარულშია. თქვენი სულიერი შვილი გიორგი და ასე შემდეგ. აი მართლა ეს სიყვარული გაძლებინებდა ამ შემთხვევაში ამ უსამშობლობაში მაინც სამშობლოს არავინ არ ახართ მოწყვეტილი შეიძლება ესე შედარება გავაკეთოთ რომ როგორც აი რაღაცა ხის ფესვი იყოს აქ და რომ გადაიზნიკოს და სადღაც მეზობლის ეზოში რო იყოს წვერო მაგრამ ფესვი მაინც აქ არის ყველაფერი თქვენ აქ ახართ ისევ და თქვენს აქ ყოფნას გაუმარჯოს და თქვენ საბოლოოდ აქ ჩამოსა და ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოს ჩვენი საღამო დასასრულს მივახლო და მე ბედნიერი ვარ თუ რაიმე სიამოვნება მოგანიჭეთ ამ საღამოთი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს ფინალისტებს, დიდი მადლობა ყველა მონაწილეს და მომავალ შეხვედრამდე, მომავალ წელს ემიგრანტის წერილი 2015-ის პრეზენტაციაზე.
ზღვას ჰორიზონტთან სიშორე უთხის, მზე ლამისაა თვალებში ჩალღვეს, სანაპიროზე მიგორავს ბურთი, რომელიც ქარმა წაახრა ბალღებს, ცივდება ყავა, თბება მარტინი, დღეს თითებიდან ისევ მიქრები, ქალაქი ირგვლივ არის მარტივი და ვიცი სიღრმე შენი ფიქრების, მიგორავს ბურთი ქარის თანხლებით, ზღვის ნაპირზე და დიდი პატივით ასე ირნებენ პატრონს ძაღლები, ქალაქი არის ისე მარტივი, ქარი თამაშობს, თვრება კაცი და დღეებს აურევს აჭრის კარტივით, სიმარტოვისგან ყავა გაცივდა, საღამოს არის ისე მარტივი, ზღვას ეძინება ქარები დაღლილს, მარტივ ქალაქში გადყდება ნავსი, სადაც უშენოდ სიჩუმი არ ღირს და კაპიკია სიტყვების ფასი.